როდესაც კოსმოსურ კვლევებზე ვსაუბრობთ, შორეულ ექსპედიციებზე, არამიწერის სიცოცხლის აღმოჩენაზე, ჩვენი მზერა, რა თქმა უნდა, ავტომატურად მიმართული არის ხოლმე პლანეტებისკენ. მარსის წითელი უდაბნოსკენ, ვენერას შხამიანი ღრუბლებისკენ და ასე შემდეგ. მაგრამ სამყარომ, როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, აბსოლუტურად სხვა ადგილას შემოგვინახა ყველაზე დრამატული საიდუმლოებები. ნამდვილი საოცრებები, ექსტრემალური გეოლოგია, კოსმოსური ანომალიები და შესაძლოა თავად სიცოცხლის აკვანიც კი. და ეს არა გიგანტურ პლანეტებზე, არამედ მათ მთვარეებზე, მათ შეუხედავ პატარა თანამგზავრებზე შეიძლება იყოს დამალული. დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს თანამგზავრები უბრალოდ დანამატები იყვნენ თავიანთი პლანეტების ცივი ქვის ნატეხები იყვნენ, რომელზეც არაფერი საინტერესო არ ხდებოდა. მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ ვწდებოდით. დღეს ჩვენ ვიცით, რომ მზის სისტემის ეს საიდუმლო არქიპელაგი, მოდი ასე დავარქვათ, ეს რაღაც გარკვეული კუნძულების, კოსმოსური კუნძულების გროვა მზის სისტემაში, რომლებიც ძალიან დინამიურები არიან, ძალიან პარადოქსულები არიან და ზოგჯერ გაცილებით საინტერესო ვიდრე თვით ის პლანეტები, რომლის ირგვლივაც ისინი მოძრაობენ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სამყაროზე, სადაც ვულკანებიდან ლავის ნაცვლად იღვრება ყინული და თხევადი აზოტი. ვისაუბრებთ სამყაროებზე, სადაც წყლის ნაცვლად ბენზინისა და მეთანის წვიმები მოდის. ასევე ვისაუბრებთ ყინულოვანი აბჯრის ქვეშ სავარაუდოდ უცნობი სიცოცხლის შესახებ და ასე შემდეგ. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, ამიტომ გამარჯობათ, მე კვლავ ვასილ გაბუნია გახლავართ და გიბრუნდებით მზის სისტემის ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ამ დროს, როგორც ბოლო დროს აღმოჩნდა, ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებზე. ეს გახლავთ მზის სისტემის პლანეტების თანამგზავრები. ჩვენ რა თქმა უნდა ყველა თანამგზავრს ვერ განვიხილავთ, ისინი ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ იმ ძირითადებს, რომლებიც რაღაცით არიან გამორჩეულები, რაღაც როლს ასრულებენ მზის სისტემაში და შესაძლოა ადამიანისთვის ძალიან საინტერესო იყონ ახლო მომავალში, როგორც საკვლევი ობიექტები, როგორც ბაზების დასაფუძნებელი ადგილები და უბრალოდ როგორც ნედლეულის მოსაპოვებლები. მაღაზიათა ქსელი Family ქუთაისში. უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო Family Food-ის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საკანცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანტერეა. Family Food, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება. ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას, რომელიც შეცვლის თქვენს წარმოდგენას კოსმოსურ სახლზე. იმ სახლზე, რომელსაც მზის სისტემა ჰქვია, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკაში მიქრის, სამყაროს სხვა მილიარდობით გალაქტიკასთან ერთად და რომელზეც მესამე პლანეტად არის დედამიწა, ძალიან პატარა ლურჯი წერტილი კოსმოსში, რომელზეც ჩვენ ცხოვრობთ. თუ ჩვენს მზის სისტემას კარგად დავაკვირდებით, ნახავთ უცნაურ კანონზომიერებას. მერკურის და ვენერას საერთოდ არ ყავთ თანამგზავრები. დედამიწას ყავს ერთი თანამგზავრი, მარსს ორი, ხოლო რაც შეეხება უკვე ეს კლდოვანი, ეგრეთ წოდებული კლდოვანი პლანეტებია, ხოლო რაც შეეხება გაზის გიგანტებს, მათზე ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ, ახლა კი დავიწყოთ დედამიწით. როგორც ვიცით, ჩვენ ყავს ერთი და განუმეორებელი თანამგზავრი. მის შესახებ მე ძალიან დიდი და დაწვრილებითი შეიძლება ითქვას ორი ვიდეო მაქვს გაკეთებული, ერთი როდესაც მთვარის მისიას შევეხეთ და მეორე როდესაც მარტო მთვარეზე ვისაუბრე. და თქვენ შეგიძლიათ ეს ვიდეოები აი ამ ბმულების, აი ამ thumbnail-ების საშუალებით იპოვოთ ჩემს არხზე. ისინი სულ ცოტა ხნის წინ დაიდო. მაგრამ მე მაინც მოკლედ მოგიყვებით ამ უცნაური თანამგზავრის შესახებ. ძირითად მომენტებს ის, რომ მთვარის მსგავსი არც ერთ პლანეტას არ ყავს. იგი არის გიგანტური თავის დედა პლანეტასთან შედარებით, დედამიწასთან შედარებით, შეფარდებით უпроსწორად და იგი თითქმის ჩვენი მეოთხედია. ეს ძალიან ბევრია. ამიტომაც არის რომ მთვარის გრავიტაცია, მისი მიზიდულობის ძალა დიდ გავლენას ახდენს დედამიწაზე და თუ რა გავლენას და რატომ გახდა შესაძლებელი დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა და
კერძოდ ადამიანის გაჩენა, მოაზროვნე ან რთული სიცოცხლის გაჩენა, ამის შესახებ სწორედ აი ამ ვიდეოებში, რომლებიც მე უკვე გიკარნახეთ, აი იქ არის კარგად განხილული. თუ არ არის სადღაციდან დაჭერილი და მოყვანილი ციური ობიექტი, ის გახლავთ ჩვენი ტყუპის ძალი, ჩვენი ნაწილი. ჩვენ ფაქტიურად დედამიწა ვართ მთვარისთვის, მართლა დედა ვართ, იმიტომ რომ მთვარე ჩვენგან არის გაჩენილი. 4.5 მილიარდი წლის წინ დედამიწას, გავარვარებულ დედამიწას დაეჯახა ჰიპოთეტური პლანეტა თეია და ამ გრანდიოზული შეჯახების შედეგად წარმოიქმნა დედამიწის ირგვლივ ნამტვრევების გროვა, რომელიც ტრიალებდა და შემდეგ ერთმანეთი აკრეციის გზით, ანუ აკრეცია არის, როდესაც სხვადასხვა ნაწილაკები ერთმანეთს ეწებებიან და ქმნიან რაღაც გარკვეულ გროვას, აი ამ გროვისგან მილიონობით წლის განმავლობაში შეიქმნა ბურთი, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა მთვარეთ. ამის შემდეგ უკვე 4 მილიარდ ნახევარი წელია იგი ჩვენს გრავიტაციულ ველში არის ჩაკეტილი და ცალი მხრით არის ჩვენსკენ მოტრიალებული. თუ რატომ ჩანს ცალი მხარე და მეორე ეგრეთ წოდებული dark side არ ჩანს დედამიწიდან, ამის შესახებ კვლავ გიშვებთ აი იმ ვიდეოებთან, რომელიც უკვე გაჩვენეთ. ამიტომ მე მთვარეზე დიდხანს აღარ ვჩერდები და გადავდივარ მარსზე. მარსზე რომელსაც თავს შეიძლება დავარქვათ ორი განწირული ასტეროიდი და ორბიტალური პარადოქსი და თუ რატომ ამას ცოტა ხანში გაიგებთ. მზის სისტემაში სიღრმეში თუ წავალთ, ჩვენ მივადგებით წითელ პლანეტას, ალბათ ყველაზე პოპულარულ, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლანეტას, იმიტომ რომ სულ რაღაც 50 წლის წინაც კი ფანტასტი მწერლები ვარაუდობდნენ, რომ მარსზე არის სიცოცხლე და არა მხოლოდ სიცოცხლე, თქვა ბაქტერიული ან ვირუსული სახით, არამედ ცივილიზაცია არსებობს, რომელიც იმაზე უფრო განვითარებულია ვიდრე ჩვენ. მარსის დანახვა თუ კი იგი ცაზე არის ძალიან ადვილია მისი გამორჩევა სხვა პლანეტებისგან, მას აქვს ესეთი მკვეთრი ნარინჯისფერი ფერი, რატომ? იმიტომ რომ თვითონ მარსი არის ესეთი დაჟანგული პლანეტაა. შეიძლება ითქვას პირდაპირ მნიშვნელობით და სწორედ ეს განაპირობებს მის წითელ ფერს და სწორედ ამიტომ დაარქვეს მას მარსი, ანუ ომის ღმერთის სახელი, იგივე არესი ბერძნულად. 1877 წელს აგვისტოში ამერიკელმა ასტრონომმა ასაფ ჰოლმა აღმოაჩინა ვაშინგტონის საზღვაო ობსერვატორიაში მუშაობდა იგი, აღმოაჩინა რომ მარსის ირგვლივ რაღაცა ორი ციური სხეული ტრიალებს, ძალიან საინტერესო სხეულები, იმიტომ რომ ისინი თითქოს არ გვანან მაინც და მაინც თანამგზავრებს, მაგრამ აღმოჩნდა რომ დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ კი აშკარად ისინი თანამგზავრებია და ძალიან საინტერესოები არიან. ჩვენი პლანეტების და მათი თანამგზავრების სახელები როგორც წესი არის ბერძნული, უფრო რომაული მითოლოგიიდან, რომაელთა და ბერძენთა ღმერთების პანთეონიდან, ამიტომ ამ ორ თანამგზავრსაც სჭირდებოდა სახელი და ასაფმა ვერაფრით ვერ მოიფიქრა და მას დაეხმარა ოკეანის გაღმიდან ბრიტანელი ასტრონომი უკვე უბრალოდ ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი იყო ეს კაცი, რომელიც ლეგენდარულ იტონის კოლეჯში ასწავლიდა ჰენრი მადანი და მან ასეთი რამ შესთავაზა, მოდიო, რადგან მარსს ყავდა ცოლად სიყვარულის ქალღმერთი ვენერა და მათ გაუჩნდათ ორი შვილი, რომლებიც მუდმივად ახლდნენ მარსს, როდესაც იგი ომს იწყებდა და რადგან მათ ერქვათ ფობოსი, ანუ შიში და დეიმოსი, ანუ იგივე ძრწოლვა, ან საშინელება, მოდი ფობოსი და დეიმოსი დავარქვათ. ცოტა ისეთი სახელებია, მაგრამ პრინციპში მოუხდა, იმიტომ რომ ტყუპები იყვნენ ეს ფობოსი და დეიმოსი, ეს შიში და საშინელება, ფობია სხვათა შორის აი ფობოსიდან მოდის. სანამ მათ განხილვაზე გადავალთ, აი ჰენრი მადანმა ეს იდეა მიაწოდა ჰომეროსის ილიადადან. ეს უკტავი ნაწარმოებია მოგეხსენებათ და იქ მე-15 წიგნში არის ასეთი კონკრეტული სცენა, როდესაც ომის ღმერთი არესი ბრძოლაში ჩასაბმელად ემზადება, იგი უხმობს თავის შვილებს ფობოსს და დეიმოსს და ასე უწერია, რომ ასე თქვა მან და უბრძანა ფობოსს და დეიმოსს, შეეკაზმათ ცხენები, თავად კი მომენტალურად აისხა ბზინავი აბჯარი. და მას შემდეგ უკვე მილიარდობით წელია, თუმცა ეს არ არის ბოლომდე დადგენილი თუ როდის მოხდა ამ ორი ციური სხეულის თანამგზავრებად ჩამოყალიბება, ეს
ტყუპი ბიჭები მარსს მუდმივად თან ახლავან. მათემატიკურად და პროპორციულად ეს ციური სხეულები იმდენად მცირე ზომის არიან, რომ მათი საერთო მასა ორივესი ერთად მთვარის მასის 1 მემილიონედია. წარმოიდგინეთ რა პატარა ზომის და პატარა მასის მქონე ობიექტებია ისინი. თუმცა მიუხედავად ამისა, ფობოსიც და დეიმოსიც თანამედროვე ასტროფიზიკისთვის ერთ-ერთი მთავარი თუ არა ერთ-ერთი თავსატეხია. რატომ ვამახვილებთ ყურადღებას ამ ორ კოსმოსურ ლოდზე, რომელსაც თითქოს არანაირი ესე დიდი დატვირთვა ჩვენი მზის სისტემაში არ აქვს, მით უმეტეს მარსთან დაკავშირებითაც თითქოს არ აქვს. მაინც განვიხილოთ ისინი. ფობოსი გახლავთ ნამტვრევების გროვა და შეიძლება ითქვას კოსმოსური პარადოქსი. რატომ? იმიტომ რომ იგი საკმაოდ დიდი ზომისაა, დიამეტრი არის 22 კილომეტრი სულ და პირველი რაც მეცნიერებს თვალში ეცათ, როდესაც იგი კარგად შეისწავლეს, კარგი ტელესკოპების საშუალებით და შემდეგ უკვე თან კოსმოსური ხომალდების საშუალებით, რომლებმაც მას ახლოს ჩაუფრინეს და კარგი ფოტოები გამოაგზავნეს დედამიწაზე, აღმოჩნდა რომ ფობოსი არ გახლავთ ერთი მონოლითური რაღაცა დიდი კლდის ნატეხი. ეს არის სხვადასხვა ნატეხებისგან შემდგარი რაღაც კონგლომერატი, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი კუთრი წონა. 1.8 გრამი არის კუბურ სანტიმეტრზე. ეს ძალიან ჩატეა. დაახლოებით ისეთივე, როგორც თქვათ, აი ეს ეტნას კაფის, ლავის კაფის ნატეხია. ხედავთ თქვენ, რომ იგი დასვრეტილია, მაშინ დიდი რაოდენობით არის ჰაერი და იგი საკმაოდ მჩატეა. ასე რომ ფობოსი შეიძლება ითქვას აი დაახლოებით ესეთი ნატეხებისგან შექმნილი რაღაც ციური სხეულია, რომელიც ტრიალებს მარსის ირგვლივ. დაახლოებით ასეთია. აი ესეთივე ნაწიბურები აქვს თუ წიბოები აქვს, აი ესე თითქოს დაუმუშავებელი, რაც ძალიან განასხვავებს მას იგივე დედამიწის თანამგზავრისგან. როგორც ვარაუდობენ, მისი შიგთავსის 30% საერთოდ სიცარიელეს უკავია. ფობოსის ზედაპირზე არის ერთი ძალიან საინტერესო ადგილი, ეს გახლავთ დარტყმითი კრატერი, რომელსაც სახელად ჰქვია სტიკნი. სტიკნი ერქვა ძალიან უცნაური სახელია ასაფ ჰოლის მეუღლეს, აი ვინც აღმოაჩინა ეს თანამგზავრები და ამ კრატერის დიამეტრი არის 9 კილომეტრი. წარმოიდგინეთ, 22 კილომეტრი არის დიამეტრი მთლიანად ფობოსის და 9 კილომეტრიანი თითქმის ნახევარი უკავია აი ამ გიგანტურ კრატერს. როგორც ჩანს, რა თქმა უნდა, აქ ფობოსზე ვულკანური მოქმედებები არ ხდება, როგორც გითხარით, ის ნამტვრევების გროვაა უბრალოდ. ფობოს ჩამოყალიბების პროცესში, როგორც ჩანს, რაღაცა დიდი ციური სხეული დაეჯახა და კინაღამ იმსხვერპლა. ამ კრატერიდან მოდის ესეთი პერპენდიკულარული სხივები, რომელიც როგორც ფიქრობდნენ, იყო დარტყმის შედეგად წარმოქმნილი, მაგრამ ახლა დადგინდა, რომ ეს გახლავთ მარსის გრავიტაციის ძალით წარმოქმნილი ბზარები. თითქოს მარსი თავისი მიზიდულობის ძალით შიგნიდან ხეთქავს თავის თანამგზავრს. ფობოს მაინც და მაინც კარგი დღე არ უწერია, იმიტომ რომ იგი სულ 6000 კილომეტრითაა დაშორებული მარსიდან. მთვარე 384,000 კილომეტრით. სად 6000 კილომეტრი, აქედან რომ მე ვთქვათ, ნიუ-იორკში გავფრინდე, მე მგონი დაახლოებით იგივე მანძილია, ხო? აი ესეთი მანძილით არის იგი დაშორებული მარს. და ძალიან სწრაფად ტრიალებს, სხვადასხვა ის წრეს ურტყამს მარს 7 საათსა და 39 წუთის განმავლობაში და ორჯერ ასრებს, ანუ მარსი თავისი ორბიტის ირგვლივ დატრიალდება, იგი ორჯერ ასრებს მის ირგვლივ დატრიალებას. ანუ ჩვენ შეგვიძლია ერთი დღეღამის განმავლობაში, მარსის ერთი დღეღამის განმავლობაში ფობოსის ორჯერ ამოსვლა და ჩასვლა დავაფიქსიროთ. ყოველწლიურად იგი უახლოვდება მარს 2 მეტრის სისწრაფით. ანუ მარსი მას იზიდავს და როგორც ვარაუდობენ 30-40 მილიონი წლის შემდეგ, თუ ეს ტემპი შენარჩუნდა მიზიდულობის, იგი მარსზე კი არ დაეც, იგი გადალახავს ესეთი არსებობს როშის ზღვარი, როდესაც კრიტიკული დაშორება არის პლანეტასა და რაღაც ციურ სხეულს შორის, როდესაც
პლანეტის გრავიტაცია აჭარბებს თვითონ აი ამ ციური სხეულის გრავიტაციას და როდესაც ამ გრავიტაციამ, პლანეტის გრავიტაციამ შესაძლოა დაშალოს, უბრალოდ გაანადგუროს, ააფეთქოს, შიგნიდან ააფეთქოს ციური სხეული. ამიტომ ფობოს მარსზე დაცემა არ ემუქრება, იგი უბრალოდ გასკდება. იმდენად ძლიერი იქნება მარსის მიზიდულობა, ეს არის გრავიტაცია, საოცარი ძალა, ეს საოცარი, რომელმაც ფაქტიურად ყველაფერი შექმნა. აბსოლუტურად სამყაროს შექმნა, ადამიანი რო არსებობს და რო აზროვნებს ისიც გრავიტაცია, ყველაფერი არის აი ეს უნიკალური კანონი, რომელიც და მოვლენა და ბუნებრივი მოვლენა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, ნიუტონმა აღმოაჩინა, თორე დაფიქსირებული იგი მაშინ იყო, როდესაც პირველი დიდი აფეთქება მოხდა, პირველი და უკანასკნელი. და ფობოსის ბოლო არის, ანუ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მეტეორების წვიმა, რომელიც მოვა მარსზე. და ჩვენ თუ კოლონიები გვექნა, ამ წვიმისგან თავი უნდა დავიცვათ. და 30-35 მილიონი წლის შემდეგ მაცხოვრებელი ადამიანი, რომელიც გახედავს მარსიდან აი ამ ყველაფერს ძალიან საინტერესო ლამაზი მოვლენის მოწმე გახდება. ახლა მეორე თანამგზავრი, დეიმოსი, ანუ ზრწოლვა, ანუ საშინელება. დეიმოსი არის 12 კილომეტრიანი, ის თუ 22 კილომეტრიანი დიამეტრის მქონე კოსმოსური სხეული იყო, ეს იმის ნახევარია. ანუ 12 კილომეტრია სულ დიამეტრში და მიუხედავად იმისა, რომ ისიც როგორც ფობოსი შედგება ასტეროიდული ტიპის ქანებისგან, ანუ მათი ნამტვრევებისგან, მისი ვიზუალი მკვეთრად განსხვავდება ფობოსისგან. რატომ? იმიტომ რომ იგი ესეთ ნატეხების მსგავსი კი არ არის, როდესაც უყურებ, არამედ მომრგვალებული რაღაცა მორბილებული ფორმები აქვს და ეს ფორმები მან მიიღო შემდეგნაირად. როდესაც მას ეჯახება რაიმე კოსმოსური სხეული, მაგალითად მეტეორები, დიდი ზომის მეტეორები, ზედაპირიდან ხდება მტვერის ამოფრქვევა. სხვაშორის დეიმოს იმდენი გრავიტაცია კი აქვს, რომ ეს მტვერი სადღაც კოსმოსში არ გაიფანტოს, არამედ იქვე ორბიტაზე იტრიალოს ამ მტვერმა მის ირგვლივ და ნელ-ნელა, აი როგორც თქვენ ფქვილს რო გაცრით ხოლმე და ნელ-ნელა ეფინება, ხო, იმაზე რაღაც ზედაპირზე. აი ესე ეფინება ეს მტვერი დეიმოსის ზედაპირზე, ამოავსებს აი ამ ნატეხებს, აი ამ ფორმებს, აი მას რო ხა კარგად ფლომად ფქვილი დავაყარო, ხო, ეს ხორის მომგვალებულ რაღაცა მორბილებულ ფორმას მიიღებს. აი ანალოგიური რამ ხდება იქაც, ანუ კარგად რო შეუბეროთ სული დეიმოს, იგი დაახლოებით აი ესეთი გახდება ისე. ეს არის ამ მტვერს ეწოდება რეგალითი და ეს რეგალითი ამ რეგალითით არის დაფარული მთვარე და სწორედ ის ანაბეჭდები, ასტრონავტების, რომლებიც დღემდე არსებობს მთვარეზე, იმ მთვარემავალების ანაბეჭდები, მათი ბორბლების ანაბეჭდები, რომლებიც დღემდე არსებობს და იარსებებს მილიონობით წლის განმავლობაში, იმიტომ რომ მთვარეზე ქარი არ არის, მაგრამ ეს მტვერი სწორედ არის იქაც რეგალითი ქვია და აქაც. დეიმოსი მარსისგან არის დაშორებული 23,000 კილომეტრით, 4-ჯერ მეტად ვიდრე ფობოსია და მისი ორბიტალური პერიოდი შეადგენს 30 საათს. იგი სხვადასხვა ნელ-ნელა შორდება მარსს და დადგება დრო რამდენიმე ათეული მილიონი წლის შემდეგ, როდესაც ეს მარსს დაშორდება, გავა მისი გრავიტაციის ველიდან და სადღაც გაფრინდება. გაფრინდება როგორც საკმაოდ დიდი ზომის ასტეროიდი და მტერს დაეჯახა, საკმაოდ დიდი, მაინც 12 კილომეტრი დიამეტრი არ არის ცოტა, იმიტომ რომ ის ასტეროიდი, რომელიც დედამიწას შეეჯახა 65 მილიონი წლის წინ და დინოზავრები განადგურა, იყო 10 კილომეტრი რადიუსში და გიგანტური ცვლილებები გამოვიდა. დედამიწა მთლიანად გადაასხვაფერა, ანუ რესტარტი გაუკეთა ფაქტიურად დედამიწას. და რომ არა ის 10 კილომეტრიანი, 9 კილომეტრიანი რო ყოფილიყო, შეიძლება ასეთი არ ყოფილიყო, ანუ 9 კილომეტრიანი ასტეროიდი რო ყოფილიყო, შეიძლება ჩვენ ახლა ამ ვიდეოს ყურების საშუალება არ ქონოდა, იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანი არ გაჩნდებოდა, იმიტომ რომ უბრალოდ ევოლუცია არ წავიდოდა იმ გზით, რითაც წავიდა აი ამ გლობალური კატასტროფის შემდეგ, როდესაც განადგურდა გაბატონებული ქვეწარმავლების, დინოზავრების და არა მხოლოდ დინოზავრების, იქ უამრავი სხვა ქვეწარმავალიც იყო, განადგურდნენ ისინი და წამოვიდნენ ძუძუმწოვრები და მათ შორის
ადამიანი. ჯორჯიას პრემიუმ ნაკრები. ხსნით ნაკრებს და იქ ხვდება ჩურჩხელა, სვანური მარილი, ცხარე აჯიკა, ყვავილების თაფლი, ქართული ღვინო. ნაკრებში ახლა უკვე ჩვენი ბავშვობის მეგობრებიც არიან. წუნა და წრუწუნა, თოვლის გუნდა, დევი და რა თქმა უნდა ბატიტასიკო. თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, სტანდარტული 7%-ის ნაცვლად მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ნაკრების გაგზავნა უკვე მთელი ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. დარეკეთ ამ ნომერზე, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი შემადგენლობა და სადაც არ უნდა იყოთ, შეიგრძენით საქართველოს გემო. ახლა ვადგებით ასტრონომებისთვის მთავარ ინტრიგას. საიდან მოვიდნენ ეს ესეთი უცნაური თანამგზავრები? მარსისები ისინი არ არიან. თვარეს გასაგებია, როდესაც მისი გრუნტი ჩამოიტანეს ასტრონავტებმა და შეადარეს დედამიწისას, ფაქტიურად იგივე აღმოჩნდა. თითქმის არანაირი განსხვავება არ არის, ანუ თვარე არის ჩვენი შვილობილი. მაგრამ ფობოსიც და დეიმოსიც სრულიად განსხვავდებიან მარსის აგებულებისგან, ანუ ისინი მარსს არ ეკუთვნიან. აქ ასტროფიზიკოსები საკმაოდ დიდ პრობლემას აწყდებიან წინააღმდეგობას, უბრალოდ რომ თუ პლანეტა იჭერს სადღაც მიმავალ თავის გზაზე მიმავალ ასტეროიდს, ასეთი რამ ხდება, ისე ვიმეორებ, გრავიტაცია არის საოცრება. ანუ სადღაც არის მიზიდულობის რაღაცა მაგნიტი დევს, ჩავთვალოთ პლანეტა და მას ჩაუქროლებს რაღაცა, თქვა რკინის ნაჭერი, ხო არ არის აუცილებელი რკინის იყოს, ნებისმიერი დიდი ზომის სხეული იზიდავს შედარებით პატარა ზომის სხეულს. აი ჩაუფრინდა იმან ისეთ მანძილზე, რომელიც არ იყო მანდა მაინც კარგი აი ამ ჩამფრენისთვის, დაიჭირა მარსმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თქვა ფობოსის და დეიმოსის და გადაიყვანა ისინი თავის ორბიტაზე. აი წარმოიდგინეთ, მოფრინავს რაღაცა, აქ არის მაგნიტი და ამ მაგნიტმა ის მიიზიდა, ანუ წავიდა დაბრუნდა უკან, წამოვიდა და აი ეს უკვე ტრიალებს რამდენი ხანია, მაგრამ აქ არის ერთი წინააღმდეგობა. ასე რომ დაეჭირა მარსს ფობოსის და დეიმოსის, მაშინ მათი ორბიტები იქნებოდა გაწელილი. აი როგორც მე დავხატე, ხო, აი მოდის ასტეროიდი, იგი დაიჭირა მარსის გრავიტაციამ, წამოვიდა დაარტყა წრე, წამოვიდა და ესეთ გაწელილია, ანუ ელიფსის ფორმა აქვს. უნდა კონდეს უბრალოდ. სინამდვილეში მას ორივეს აქვთ იდეალური წრის ფორმა. ისევე როგორც თქვა, თვარე, ოდნავ რა თქმა უნდა ეს თქვა იდეალური წრე არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ არის გაწელილი ელიფსოიდი. აი აქ წინააღმდეგობა, ანუ მაინც არიციან ბოლომდე რა შეიძლება მომხდარიყო. მუშა ვარიანტი არის ის, რომ ისევე როგორც დედამიწას დაეჯახა მარს რაღაც სხეული და მას მოგლიჯა ნაწილი, მაგრამ ისე ვიმეორებ, არ აქვს არც ფობოს, არც დეიმოს ისეთი აგებულება, რომ მარსისას შეფარდოს. ახლა მიფრინავს ორივესკენ MMX-ი, ასეთი Martian Moons Exploration, იაპონური მისია, რომელიც უფრო ზუსტ პასუხს გაგცემს, იმიტომ რომ იგი აპირებს ფობოსიდან ნიადაგის, აი გრუნტის თუ მის შემადგენელი ნაწილების აღებას და მის დედამიწაზე ჩამოტანას. ეს ძალიან საინტერესო და ძალიან ესეთი მაგარი მისია უნდა იყოს, თუ იგი წარმატებით დამთავრდა, იმედი ასეც იქნება. ახლა მარსზე აზროვნების მქონე ცივილიზაციის არსებობის მომხრეებისთვის ფობოსის და დეიმოსიც გახლავთ ხელოვნური თვარეები, თითქოს ამ ცივილიზაციამ გააკეთა ისინი, რომ ისევე როგორც დედამიწას ყავს თვარე, ახლა ჩვენ რო ნაკლებები ვართ, მოდი და ჩვენს გქონდეს თვარე, იქნებ რაღაცა გამოგვისწორდეს აქ მდგომარეობაო. მეორე არის კიდევ ჯგუფი ადამიანებს, რომლებიც ფიქრობს, რომ ეს ატლანტიდელების მიერ გაკეთებული ციური სხეულებია და მოკლედ ნახოთ, დაველოდოთ მოკლედ MMX-ის მისიას, რას გვეტყვის იგი. იმიტომ რომ ფაქტიურად თუ ფობოსის საიდუმლო გაიშიფრა, იქ სადაც იქ უკვე დეიმოსიც დაიწვება. მარსის ორბიტის მიღმა, სადაც უკვე მზის რადიაცია და მზის გამოსხივება, მისი სითბო, მისი შუქი საგრძნობლად კლებულობს, ვადგებით გამყოფ ხაზს, ესეთი გეოპოლიტიკურ საზღვარს კლდოვან პლანეტებსა და გაზობრივ პლანეტებს შორის. და ეს საზღვარი არის ძალიან უცნაური, ის წარმოადგენს მილიარდობით ქვის ნატეხის ბრუნავ რგოლს, ეგრეთ წოდებულ ასტეროიდთა მთავარ სარტყელს. სინამდვილეში ეს ასე არ არის, რომ იქ რაღაცა ერთი გაბმული, უამრავი ერთმანეთის გვერდზე მფრინავი კლდე იყოს. არა, ეს არის საკმაოდ დიდი დაშორება ამ ნატეხებს შორის
და ზოგიერთ საშუალო მანძილი ამ მანდატნახებს შორის წარმოიდგინეთ მილიონი კილომეტრია. ანუ 3-ჯერ უფრო მეტი ვიდრე დედამიწიდან მთვარემდე. ასე რომ თქვენ რომ თქვა ერთ ასტეროიდზე იდგეთ და იყურებოდეთ კოსმოსში, გეგონებათ რომ მარტო ხართ, იმიტომ რომ იქვე თქვენს მეზობელ ასტეროიდს ვერ დაინახავთ, იგი ძალიან შორს არის და მილიონი კილომეტრის იქეთ უბრალოდ იმდენად პატარაა რომ არ ჩანს. რას წარმოადგენს და რა არის ზოგადად ეს ვინ მოიტანა ეს ქვები და ვინ დაატრიალა ამ ორბიტაზე. როგორც ვარაუდობდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ეს იყო ეგრეთ წოდებული ვერშემდგარი პლანეტა ფაეტონი. ფაეტონს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, თვითონ ეს გახლავთ მზის ღმერთის ჰელიოსის შვილი, რომელმაც გადაწყვიტა რომ მამას გაჯიბრებოდა, მას ჰქონდა ბორბლებიანი ცხენებს შემული ურიკა, რომელზე თვითონ იჯდა და ძალიან სწრაფად გააქანა. ეს იყო მზის სიმბოლო ფაქტიურად და აი ამ გაქანების მომენტში ეს ურიკა დაიშალა და ფაეტონიც დაიღუპა. და სწორედ პოეტური სახელი დაარქვეს ამ პლანეტას, რომელიც თითქოს იყო აქ ტრიალებდა და შემდეგ გასკდა და მისი ნატეხებია დღეს სარტყელს რაც წარმოადგენს. მაგრამ სინამდვილეში უკვე თანამედროვე კვლევებმა აჩვენა რომ აქ არასდროს არ ყოფილა არანაირი პლანეტა და აქედან გამომდინარე ვერც დაიღუპებოდა და ვერც დაიბადებოდა, რაც მთავარია. იმიტომ რომ 4.5 და 7 მილიარდი წლის წინ, როდესაც მზის სისტემა დაიბადა და მზის ირგვლივ დაიწყო ტრიალი აი ამ ღრუბელმა, ტრის ღრუბელმა, რომელმაც შემდეგ აკრეციის გზით შექმნა პლანეტები, იუპიტერსა და მარსს შორის უნდა გაჩენილიყო ერთი დიდი პლანეტა, მაგრამ იუპიტერს აქვს წარმოუდგენლად დიდი პლანეტაა. აი ხედავთ თქვენ პროპორციებს, აი დედამიწასთან შედარებით რამხელა იგი როგორც ამბობენ ხოლმე ვერშემდგარი მზეა, უბრალოდ ცოტაც არ იყო და პატარა მზე შეიძლება ყოფილიყო იუპიტერი. მას აქვს იმდენად ძლიერი მიზიდულობის ზალა, რომ უბრალოდ მან არ მისცა საშუალება აი ამ ნატეხებს აკრეცია განეცადათ და პლანეტად, ცალკე პლანეტად ჩამოყალიბებულიყვნენ. სარტყელში ამ მილიარდობით ნატეხში არის ერთი გამორჩეული საკმაოდ ბობოლა ნატეხი. წერერა გახლავთ ამ სარტყლის მარტოხელა დედოფალი. იმიტომ რომ იგი არის საკმაოდ დიდი ზომის, მისი დიამეტრი არის 940 კილომეტრი. მთელი ყველა ასტეროიდი ერთად რო შეკრიბოთ და წერერას დაუყენოთ გვერდით, წერერა იქნება ამ ასტეროიდების მთელი მასის 1/3. წარმოგიდგენიათ, ხო? უზარმაზარი ციური სხეულია. იგი უნიკალურია, იქ ფაქტიურად არის ჯუჯა პლანეტა, რომელიც მზის სისტემის შიგნით შიდა წრეში მოძრაობს, ანუ მარსსა და იუპიტერს შორის და როდესაც კოსმოსური ზონდი Dawn, ასე ერქვა ამ ზონდს, ანუ აისი მიუახლოვდა ამ ციურ სხეულს, მან ნამდვილი გეოლოგიური სენსაცია აღმოაჩინა, თუ შეიძლება ითქვას, მის გიგანტურ კრატერში, რომელსაც ქვია ოკატორი, აღმოჩნდა ბრწყინავი, აი თითქოს ნეონის ნათურები ანათებს ისეთი თეთრი ნივთიერება. შემდეგ როდესაც სპექტრი შეისწავლეს ამ ნივთიერების, აღმოჩნდა რომ ეს არის ნატრიუმის კარბონატი. კოლოსალური მარაგები ამ ნატრიუმის კარბონატის და როგორც ვარაუდობენ, წერერას სიღრმეში არის მარილწყლით გაჯერებული საცავი, საიდანაც შიგადაში ამოიფრქვევა აი ეს მარილწყალი, ვაკუუმი გაფანტავს, აორთქლებს წყალს, ხოლო მარილი რჩება და აი ეს თეთრი ფერი სწორედ არის ამ მარილისგან. ძალიან საინტერესოა ეს სარტყელი არის სხვადასხვა კოსმოსური საწყობი, საიდანაც იუპიტერი გამუდმებით ნადირობს ხოლმე, იგი იტაცებს თავისი ორბიტისკენ სხვადასხვა დიდი ზომის ნატეხებს და როდესაც ახლა უკვე მიუახლოვდით ჩვენ იუპიტერს, სწორედ ახლა ნახავთ თუ რას წარმოადგენს იუპიტერი ასტეროიდთა სარტყლისათვის. თუ მარსისა და დედამიწის სისტემები კოსმოსურ უდაბნოში არსებულ მცირე ოაზისებს გავს, იუპიტერის სისტემაში შესვლა ნამდვილად გიგანტურ იმპერიაში შებიჯებას ნიშნავს, იმიტომ რომ ეს პლანეტა არის, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დიდი ზომის და მას აქვს კოლოსალური გრავიტაციული ზეგავლენა მთელს მზის სისტემაზე. და იგი როგორც მინიატურული მზის სისტემა შეიძლება განვიხილოთ თავისი პლანეტებით. ჩვენ ყურადღება შევაჩერებთ მხოლოდ რჩეულებზე 4 გალილეისეულ
თანამგზავრზე, რომლებიც ჯერ კიდევ გალილეიმ დაინახა თავის მარტივ ტელესკოპში და ასევე ვახსენებთ აუცილებლად არაგალილეისეულ კიდევ ერთ თანამგზავრს, რომელსაც ქვია ამალთეა. სანამ ამ 4-მდე მივალთ, ჩვენ უნდა ამალთეაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ იგი იუპიტერთან ძალიან ახლოს მდებარეობს, მის ყველაზე ინტენსიურ გრავიტაციულ სარტყელშია და იუპიტერის სიახლოვეს მყოფი თანამგზავრებიდან იგი ზომით არის მესამე. 1892 წელს აღმოაჩინეს იგი და ის არის ბოლო მთვარე, რომელიც კაცობრიობამ ტელესკოპში დაინახა და ასე აღმოაჩინა. დანარჩენი სხვა 90 თანამგზავრი იუპიტერისა და თანამგზავრებიც აღმოჩნდა უკვე დედამიწაზე არსებული ტელესკოპების საშუალებით, არამედ კოსმოსური ტელესკოპების და კოსმოსური მისიების შედეგად. ამალთეა მეცნიერებისთვის ორი პარადოქსული მიზეზის გამო არის საინტერესო. ეს გახლავთ პირველი ექსტრემალური ფორმა და შეფერილობა. მისი ზომები არის 250, 156, 128 კილომეტრი. ანუ საკმაოდ დიდი კოსმოსური სხეულია. იგი გავს კარტოფილს, აი ხედავთ თქვენ. და მისი მთავარი მახასიათებელი არის ფერი. ამალთეა მზის სისტემაში არის ერთ-ერთი ყველაზე წითელი ფერის სხეული. მარსზე წითელიც კი არის და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს არის გამოწვეული მეზობელი მთვარის იოს, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, იოს მიერ კოსმოსში გამოტყორცნილი გოგირდით, რომელიც ამალთეას ზედაპირზე ილექება გრავიტაციის ძალით. ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება, ხო? აი რო წარმოიდგინოთ უცებ, აი რეები ხდება კოსმოსში, ხო? და მეორე, ეს არის თერმული ამოცანა ეგრეთ წოდებული. ამალთეა ასხივებს იმაზე მეტ სითბოს, ვიდრე მზისგან იღებს. მე ადრეც გითხარით, თუ როგორ ხდება ამ სითბოების გაზომვა, ხო? ეს არის ინფრაწითელი გამოსხივება, თუ ჩვენ ინფრაწითელ სპექტრში დავიწყებთ რაღაცა საგნის შესწავლას, თუნდაც ციური საგნების, ძალიან ადვილად შეგვიძლია მათი ტემპერატურა დავადგინოთ. და სწორედ ასეთი ინფრაწითელი ტელესკოპების საშუალებით დადგინდა, რომ ამალთეა გაცილებით მეტ სითბოს გამოასხივებს, ვიდრე იგი იღებს მზისგან, ანუ ერთადერთი წყარო მისთვის უნდა იყოს მზე, მაგრამ არა. როგორც აღმოჩნდა, ეს გამოწვეული არ არის ბირთვული პროცესებით, რომელიც შიგნით უნდა მიმდინარეობდეს, არამედ ეს არის იუპიტერის უძლიერესი გრავიტაციული ველი. ამალთეა მოძრაობს იუპიტერის მაგნიტოსფეროში და მის წიაღში წარმოიქმნება ინდუქციური დენები. აი დაახლოებით ისეთი, როგორიც აი მაგალითად მიკროტალღურ ღუმელებში. ინდუქციური დენები იწვევს მისი სხეულის გახურებას. ძალიან საინტერესო რამ არის. მე შემდეგ თავს დავარქვი დიდი ოთხეულის ძრავი, ანუ ლაპლასის ორბიტალური რეზონანსი. ახლა ძალიან რო არ დაიბნეთ, დავიწყებ ამის ახსნა ძალიან მარტივი და გასაგები ენით. იუპიტერის სამი მთავარი საოცრება: იო, ევროპა, განიმედი. მათი არსის და მათი ორბიტების გაგება შეუძლებელია თუ არ გვეცოდინა ერთი ასტროფიზიკული ფენომენი, რომელსაც ქვია ლაპლასის რეზონანსი, ორბიტალური რეზონანსი 4-2-1. აი რა წარმოადგენს ეს? ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მის ასახსნელად შეიძლება გამოგვადგეს ბავშვის და საქანელას ანალოგია, ბავშვი დასვით საქანელაზე, კარით მას ხელი და ნელ-ნელა იწყებთ, როდესაც იგი თქვენთან მოახლოვდება, კრავთ ხელს, არ არის აუცილებელი ძალიან ძლიერად კრათ, მას ემატება ის სისწრაფე, რომელიც უკვე ჰქონდა თქვენი ხელის მიჭერის სისწრაფეს და კიდევ უფრო შორს გაქანდება. ასე გრძელდება მანამ, სანამ ხა ძალიან გავიგიჟებთ. თავ შეიძლება ბავშვი გადმოგვივარდეს, რაღაც მომენტში უნდა დავაფიქსიროთ, ხო, უკვე აი ეს ერთ დონეზე ბავშვის ქანაობა. თუ ჩვენ ცოტა სხვანაირად მოვიქცევით, ანუ ჩვენსკენ წამოვიდა, ამ დროს მივაჭერთ ხელს, ანუ სანამ თქვათ უკან იწყებს სვლას, ამ დროს შეიძლება აურიოთ აბსოლუტურად ბავშვი გადმოვაგდოთ, ან ისე დავამხრუჭოთ, რომ ბავშვს არ ესიამოვნოს. ამიტომ ეს პრინციპი, როდესაც მოქმედებს და ეს მოქმედებს სწორედ იუპიტერის გრავიტაციული აი ესეთი ხელისყრის საშუალებით, სამივე თანამგზავრი ტრიალებს ძალიან საინტერესოდ. ყველაზე შორს მყოფი განიმედი არტყამს წრეს ერთჯერ იუპიტერს, ამ პერიოდში
შუაში მყოფი ევროპა ასრებს ორი ბრუნის გაკეთებას, ხოლო კიდევ უფრო ახლოს მდებარე იო არტყამს 4ჯერ წრეს. ანუ რაღაც მომენტში ისინი ერთ წრფეზეც კი ლაგდებიან. აი წარმოიდგინეთ, შიდა მოძრაობს 4ჯერ სრაფად, მეორე 2ჯერ სრაფად და იმასთან შედარებით, რასაც განიმედი აკეთებს 1ჯერ. და აი ძალიან საინტერესო მომენტი იწყება. ეს მათემატიკური წესრიგი, რომ მარა ამ თვარეების ორბიტა იქნებოდა იდეალურად წრიული. დღეს კი მათი ორბიტები არის ელიფსოიდური, ანუ წაგრძელებული. როდესაც ისინი უახლოვდებიან დედაპლანეტას, ჩავთვალოთ ასეთად იუპიტერი, ისინი ფართოვდებიან, იმიტომ რომ ამ დროს მათზე იუპიტერის გრავიტაცია მოქმედებს. როდესაც დაშორდებიან, ისინი თითქოს მოეშვებიან. აი როგორც ვთქვათ, ბუშტი რო გავეროთ, შემდეგ ცოტა დაუშვათ, გავეროთ, დაშვათ და ეს მუდმივად ხდება. ანუ ამ ტრიალის დროს ეს შეკუმშვები და გაფართოებები მუდმივად ხდება, ეს ისრისება, შემდეგ იშლება და ამ ციური სხეულების სიღრმეში წარმოიქმნება ხახუნის ზალა, რომელიც შიგნიდან ახურებს აი ამ ციურ სხეულებს და იწვევს ძალიან საინტერესო რაღაცებს. მაგალითად, იოზე ეს არის ექსტრემალური ვულკანიზმი. იოზე, როგორც ის მიუახლოვდება იუპიტერს, იწყება საოცარი ამოფრქვევები, ხოლო ევროპაზე, რომელიც არის მთლიანად ყინულით დაფარული, ყინულის სისქეში შიგნით ხდება გათბობა წყლის და როგორც ვარაუდობენ, ევროპაზე არის როგორც ყინულია გარედან, ხოლო შიგნით არის თხევადი წყალი, სწორედ იუპიტერის გრავიტაციის და შეიძლება ჩავთვალოთ აი იმ მიკროტალღური ღუმელის დამსახურებით, რომელსაც ქმნის იუპიტერის მიზიდულობა. იო, როგორც გითხარით, აი ცეცხლოვანი ჯოჯოხეთია მყინულოვან კოსმოსში, ყველაზე ახლოს არის იგი პლანეტასთან და ლაპლასის რეზონანსის გამო მოქცევითი ძალები მის წიაღში იმდენად ძლიერია, რომ მთვარის მყარი ქერქი ყოველდღიურად 100 მეტრის ამპლიტუდით ამოიწევა და ჩადის. ახლა წარმოიდგინეთ, დედამიწაზე ყველაზე დიდი მოქცევა არის 18 მეტრი და აქ ქერქის მოქცევა ხდება, ანუ 100 მეტრით ადის ზემოთ და შემდეგ ჩადის ქვემოთ. ესე იგი რა ძალა მოქმედებს მასზე და რას უშვება იგი ამ ციურ სხეულს, ანუ ხდება მუდმივი დეფორმაციის წარმოქმნა. და ეს იწვევს იმას, რომ იო გახლავთ ზის ციურ სხეულებს შორის ყველაზე გეოლოგიურად აქტიური ციური სხეული. აქ არის 400-ზე მეტი აქტიური ვულკანი. იოს ზედაპირზე თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ კრატერს, რომელიც მეტეორის დაცემით არის გამოწვეული. ყველა კრატერი აბსოლუტურად არის ვულკანური და ფაქტიურად ყოველდღიურად იო თავიდან წერს, ანუ რესტარტს უკეთებს თავის გეოლოგიას. იოს ვულკანებიდან ამოფრქვეული გოგირდოვანი აირები, როგორც გითხარით, აი ძალიან დიდ სიმაღლეზე იფრქვევა, აღწევს კოსმოსში, შემდეგ გადის მისი მიზიდულობის ორბიტიდან და უკვე მიდის ამალთეასკენ. როგორც ვარაუდობენ და სწორედ ამალთეასფერი ამით არის წარმოქმნილიო. იოდან ცოტა მოშორებით თუ წამოვალთ, ჩვენ დავჯდებით ევროპაზე. ევროპაზე, რომელიც დაფარული არის ყინულის სქელი ფენით და ეს გახლავთ ციური სხეული, რომელზეც დღეს ასტრობიოლოგების დიდი იმედები ინახება. ევროპას ზედაპირი მზის სისტემაში არის ყველაზე გლუვი. ის თითქმის მთლიანად შედგება სუფთა წყლის ყინულისგან. წარმოიდგენიათ ხო? უზარმაზარი თითქმის მთვარის ხელა ციური სხეული, რომელიც შედგება მხოლოდ წყლისგან. თითქმის მხოლოდ წყლისგან. ეს ყინული, უკვე კარგად როდესაც შეისწავლეს, აი თქვენ ხედავთ, მუქი გრძელი ხაზებით არის ეგრეთ წოდებული ხაზოვანი სტრუქტურებით არის დასერილი. ეს არის ეგრეთ წოდებული ტექტონიკური ნაპრალები, სადაც ხდება ყინულოვანი აი ფილების ერთმანეთისგან დაცილება. დაახლოებით ისევე როგორც დედამიწაზე ტექტონიკური ფილები ზოგიერთი ერთმანეთს უახლოვდება, ზოგიერთი ერთმანეთს ცილდება. და ყველაზე მთავარი საიდუმლო ევროპის ინახება მის ყინულებს ქვეშ. მათემატიკურმა მოდელებმა და მაგნიტურმა გაზომვებმა დაადასტურა, რომ ამ ყინულის სისქე არის 15-დან 25 კილომეტრამდე, ხოლო ქერქის ქვეშ უკვე არის თხევადი წყლის ოკეანე.
კოლოსალური ოკეანე, ამ ოკეანის სიღრმე აღწევს 100 კილომეტრს, წარმოიდგინეთ ჩვენთან თითქმის 12 კილომეტრია მაქსიმალური სიღრმე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ზომით დედამიწაზე პატარაა, გაცილებით პატარაა, იგი შეიცავს, რაც წყალი არის დედამიწაზე, იმაზე ორჯერ მეტ წყალს. თხევადი სახით. რადგან იოსაც ათბობს აი ეს მიქცევა-მოქცევების მუდმივი გენერატორი, რომელიც იუპიტერიდან მოდის, მის ფსკერზე, როგორც ვარაუდობენ, არსებობს ეგრეთ წოდებული ჰიდროთერმალური წყაროები, იგივე შავი მწებელები, შავი მბოლავები. ეს შავი მბოლავები დედამიწაზეც არსებობს, მე არაერთხელ მიხსენებია ისინი, რომ ეს არის ღრმა ოკეანეში არსებული ვულკანური გამოვლინებები, როდესაც ხდება ვულკანური გაზების გამოსვლა, ცხელი გაზების გამოსვლა ოკეანის სიღრმეში. მაღალი წნევის პირობებში, მაღალი ტემპერატურის პირობებში და ეს მაღალი ტემპერატურა უცებ გადადის ძალიან დაბალ ტემპერატურაში. იქ არ არის მზე და ასე შემდეგ. დედამიწის შავმბოლავებზე მაქვს მე საუბარი, მაგრამ რაოდენ იყო ბიოლოგების გაოცება და პირის დაღება და ყვა მე მგონი დღემდე მაგიდაზე უდევთ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ აი გიგანტურ სიღრმეში წარმოუდგენელი ტემპერატურის, წარმოუდგენელი ქიმიური ნაზავების კოქტეილში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიოლოგიური და ეკოლოგიური სისტემები არის განვითარებული. ანუ როგორც ვარაუდობენ, შავი მბოლავები არიან პრეტენდენტები, რომ სწორედ იქ მოხდა პირველად სიცოცხლის ჩასახვა. ამიტომ ვამბობ, რომ ევროპა გახლავთ ასტრობიოლოგებისთვის სასანუკვარი ხილი შესასწავლად, იმიტომ რომ დიდი შანსი არის, რომ იქ, რა თქმა უნდა, პრიმიტიულ დონეზე აქვს საუბარი, თუმცა ვინ იცის, როგორი სიცოცხლე აღმოჩნდეს. განიმედი გახლავთ მზის სისტემის ყველაზე დიდი ზომის თანამგზავრი. მისი დიამეტრი არის 5268 კილომეტრი. წარმოუდგენელი ზომისაა და იგი ზომით აღემატება მერკურის. წარმოიდგინეთ, რომ მერკური არის ცალკე პლანეტა და ამ დროს თანამგზავრი არის მერკურიზე დიდი. იგი რომ არ იყოს, თქვათ, იუპიტერის ზეგავლენის ქვეშ, იგი აუცილებლად ცალკე პლანეტად შესაძლებელი იქნებოდა, რომ განგვეხილა, მაგრამ ისევ ვიმეორებ, იგი არის იუპიტერის თანამგზავრი. მისი სტრუქტურა გავს ყინულისა და წყლის გიგანტურ ფენოვან ნამცხვარს. ეს არის აი როგორც წარმოიდგინოთ, ეს არის კლდე, შემდეგ არის მეორე ფენა გაყინული წყლის, შემდეგ კიდევ კლდე. აი როგორ არის იგი შექმნილი, ძალიან საინტერესოა. მისი შესწავლა ალბათ მოხდება ახლო მომავალში და ყველაზე საინტერესო კიდევ ის არის, რომ ამ თანამგზავრს აქვს საკუთარი მაგნიტური ველი, ისევე როგორც დედამიწას, რომელიც ჩვენ გვიცავს მზის მომაკვდინებელი გამოსხივებიდან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მის სიღრმეში, ისევე როგორც დედამიწის სიღრმეში არის სწრაფად მბრუნავი ნიკელ რკინის გამღვალი ბურთი, ბირთვი, რომელიც სწორედ წარმოქმნის აი ამ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომელიც გარს აკრავს ამ პლანეტას. პლანეტას ვეძახი, სინამდვილეში თანამგზავრია. მე ვთქვი, რომ გალილეომ 4 თანამგზავრი აღმოაჩინა, ანუ გალილეისეული თანამგზავრები არის 4, მე 3-ზე ვისაუბრე, ხო? არა, არის მე-4, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ კალისტო, ძალიან საინტერესო თანამგზავრი, რომელიც ყველაზე მოშორებით არის აი ამ 4-ში პლანეტისგან, დედაპლანეტისგან, იუპიტერისგან და იგი არის სიდიდით მესამე მზის სისტემაში. ანუ ისიც გიგანტური ზომის არის და სწორედ ამიტომაც დაინახა გალილეომ, თორემ მისი ეს ტელესკოპი ფაქტიურად დღევანდელი კარგი ჭოგრიტის დონეზე იყო და დღეს თქვენ თუ კარგი ჭოგრიტით კი არა და თქვენი ტელეფონის თუ კარგი ოპტიკა გაქვთ და კარგი ციფრული გადიდება შეუძლიათ თქვენს ტელეფონს, თქვენ შეგიძლიათ სტელარიუმის არის ასეთი პროგრამა, აი ხედავთ თქვენ ამ პროგრამის ხატულას, გადმოწერეთ იგი, ძალიან კარგი პროგრამაა, მე ძალიან ვერთობი ხოლმე მისით და შეგიძლიათ რეალურ დროში გაიგოთ სადრა პლანეტაა, სადრა ციური სხეულია, თანავარსკვლავედები და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო თუ ფასიან ვერსიას იყიდით, მე უფასო ვერსია მაქვს, კიდევ რომეთ და ძალიან საინტერესო ფაქტებსაც გაიგებთ. აი ამ სტელარიუმის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თუ სად არის იუპიტერი და შემდეგ მოიმართოთ თქვენი კარგი ჭოგრიტი ან ტელეფონის ობიექტივი, მიუშვიროთ მას და გაადიდებთ, ნახავთ, რომ თუ არ ეფარებიან ისინი
თქვა თვითონ პლანეტას ერთ-ერთს მაინც დაინახავთ, არ არსებობს. დიდებია, გიგანტურებია და ამიტომ კალისტოს აქვს ერთი ძალიან საინტერესო ადგილი, ეგრეთ წოდებული ვალჰალას აუზი. ეს არის გიგანტური დარტყმითი კრატერი, ანუ მას ოდესღაც დაეჯახა რაღაცა ძალიან დიდი ზომის ციური სხეული, ასტეროიდი ფაქტია და რომლის გარშემოც არის ყინულოვანი რგოლები და ეს რგოლები 1500 კილომეტრის რადიუსზე ვრცელდება. წარმოიდგინეთ რა დარტყმა მიიღო ამ თანამგზავრმა თავის დროზე. იგი თვალშორის წააგავს, წყალში რომ ქვას ჩააგდებთ და რგოლები რო ჩნდება და მიდის, ტალღები უბრალოდ აი ესეთი ტალღოვანი სტრუქტურა აქვს მას. კალისტო გალილეისეულ თანამგზავრებს შორის ყველაზე შორს მდებარეობს იუპიტერისგან, მისი ორბიტა დაახლოებით 1.88 მილიონი კილომეტრია, წარმოიდგინეთ, ამხელა დაშორებაა და ასეთი გიგანტური დისტანციის გამო იგი იმყოფება იუპიტერის მძლავრი აი რადიაციული და გრავიტაციული სარტყლების მიღმა და ამიტომ მის ორბიტამდე აი ესე დამუხტული ნაწილაკები ფაქტიურად ვერ აღწევს, რომლებიც გამოიხორცნება აი იმ დონატიდან, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე. როცა მე იუპიტერის გამოსხივებაზე და რადიაციაზე ვსაუბრობ, აქ ახლა თვალსაჩინო რომ მიყოს ეს ყველაფერი, აი გეტყვით უბრალოდ იო, რომელიც ყველაზე ახლოს არის აი ამ გალილეისეული თანამგზავრებიდან, მასზე რადიაცია აღწევს დაახლოებით 3600 რემს, იგივე 36 ზივერტს. არ არის აუცილებელი ხა ამის გაშიფრვა, ჩავთვალოთ რომ ეს არის 3600 რაღაც. ევროპაზე, რომელიც დაშორებული არის იუპიტერისგან, ცოტა უფრო მეტად, იქ არის 540 რემი. განიმედეზე არის 8 რემი დღეში, მიუხედავად იმისა, რომ განიმედეს თავისი მაგნიტური ველი აქვს, რომელიც იცავს მას აი ამ გამოსხივებისგან, მაინც იმდენად ძლიერია იუპიტერის აი ეს რადიაცია, რომ მაინც აღწევს მის შიგნით, მის ზედაპირამდე და აი კალისტოზე არის 0.01 რემი. ანუ შეადარეთ 360,000 ჯერ მეტი არის იოზე რადიაცია ვიდრე კალისტოზე. რა თქმა უნდა, ასეთ დოზას ვერ გაუძლებს ვერც ერთი არათუ ასტრონავტის ჩაცმულობა, არამედ ვერანაირი დაცვა სხვადასხვა კოსმოსური მისიებისა. ალბათ ოდესმე რაღაცას გამოიგონებენ და შეიძლება ესეც დაძლიონ და შეისწავლონ კარგად იო. გარდა იმისა, რომ კალისტოს დაშორება იუპიტერისგან ამცირებს იუპიტერის გამოსხივებას, პარალელურად როგორც ვარაუდობენ, მას აქვს საკუთარი მაგნიტური ველი, არც თუ ისე ძლიერი, რომელიც არ არის აი მეტალიური ბირთვიდან წარმოქმნილი, აი გენერატორიდან გაჩენილი, მაგრამ საკმაო იმისათვის, რომ კალისტო ჩვენ გამოვიყენოთ იუპიტერის სხვა დანარჩენი თანამგზავრების და თვით იუპიტერის შესასწავლად, იმიტომ რომ აი დანარჩენ იმ თანამგზავრებზე იმდენად მაღალია გამოსხივება, რომ იქ უბრალოდ ვერც ერთი მისია დიდხანს ვერ გაჩერდება და ვერაფერს გააკეთებს. კალისტოზე კი რაღაც ბაზა შეიძლება გაკეთდეს და აქედან იფრინონ პატარა ხომალდებმა გამოიკვლიონ აი იუპიტერის მიმდებარე ტერიტორიები და დაბრუნდნენ უკან. ამიტომ კალისტო შეიძლება ჩავთვალოთ იუპიტერის შესასწავლად ესეთ ღია კარიბჭეთ, რომელიც ელოდება ასტრონავტებს. დრო არის რომ მას დავშორდეთ და გავფრინდეთ სატურნისკენ. სატურნი ალბათ ყველაზე სიმპათიური პლანეტა არის ჩვენი მზის სისტემის, თუმცა ის რგოლები, რომელიც სატურნს აქვს, არა მხოლოდ სატურნისთვის არის დამახასიათებელი. იუპიტერი მზის სისტემიდან კიდევ უფრო შორს არის, მზის სისტემის ყინულოვან სიღრმეში არის იგი განთავსებული. დღეისთვის ოფიციალურად დადასტურებული 146 თანამგზავრი ყავს. ეს არის მზის სისტემაში რეკორდი. თუმცა ამ უზარმაზარი ციფრის მიღმა იმალება სტატისტიკური ილუზია, იმიტომ რომ ამ თანამგზავრების ძალიან დიდი პროცენტი არის 1-დან 2 კილომეტრამდე კლდის ან ყინულის ნატეხი, ანუ ფაქტიურად ესენი არიან საშუალო ზომის ასტეროიდები. და ამიტომ გამოვიყენოთ ფილტრაცია და ყველაზე დიდების შესახებ ვისაუბროთ. პირველი ეს არის ტიტანი. ტიტანი ეს არის ატმოსფერული გიგანტი,
და ორგანული ქიმიის აკვანი და თუ რატომ ამას ახლა ვეგეთყვით, ეს არის სატურნის უდიდესი და მზის სისტემით სიდიდით მეორე თანამგზავრი. ანუ იგი მხოლოდ განიმედეს ჩამოუვარდება ზომით. ის იმდენად დიდია, რომ მერკურის ვიღებთ ყველაზე პატარა პლანეტაა და იმიტომ მერკურისაც ჯობნის სიდიდით. ის მზის სისტემის ერთადერთი თანამგზავრია, რომელსაც გააჩნია საკუთარი ატმოსფერო. მკვრივი, სტაბილური ატმოსფერო. ძალიან საინტერესოა. სატურნის ამ თვარეზე წნევა 1.5-ჯერ აღემატება ვიდრე დედამიწაზეა. ატმოსფერო 95%-ით შედგება აზოტისგან, ზუსტად ისევე როგორც ადრეულ დედამიწაზე, ხოლო შემდეგ მოხდა მისი გამდიდრება ჟანგბადით, ხოლო დანარჩენი ჟანგბადს არ უკავია სამწუხაროდ, ეს არის მეთანი და სხვა ნახშირწყალბადები. მოგეხსენებათ, მეთანი და ნახშირწყალბადები ეს ორგანული ნივთიერებებია. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ზოგჯერ უდევს საფუძვლად სიცოცხლის მოლეკულებს. ტიტანის ზედაპირის დანახვა გინდაც დედამიწაზე არსებული ტელესკოპებით და გინდაც კოსმოსში გაშვებული ტელესკოპების საშუალებით შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ მას თითქოს ნისლი ფარავს, ნარინჯისფერი ნისლი, მაგრამ მისი პრობლემა გადაწყდა 2005 წელს, როდესაც მასზე ამერიკული კოსმოსური ზონდი დაეშვა, რომელსაც ჰიუგინსი ერქვა და სწორედ მან გადმოგვცა ტიტანის პეიზაჟები. ერთადერთი ადგილია ტიტანი მზის სისტემაში დედამიწის გარდა, სადაც ზედაპირზე არსებობს თხევადი ტბები, არსებობს მდინარეები და ზღვები, თუმცა რადგან ტიტანზე ტემპერატურა -180 გრადუსია, იქ წყალი არის გრანიტივით მყარი, ხოლო ზღვებს, მდინარეებს, ტბებს და ჩანჩქერებს ქმნიან მეთანი და ეთანი. მეთანი სხვადასხვა წარმოქმნის წვიმებსაც, თუ ოდნავ შეთბა გარემო, იგი ორთქლდება, ადის ტიტანის ზედაფენებში, იქ ცივდება და უკვე მეთანის წვიმის სახით ეშვება ქვემოთ და სწორედ იგი წარმოქმნის, როგორც გითხარით, მდინარეებს, ტბებსა და ზღვებს. ბიოლოგებისთვის არის ტიტანი დედამიწის გაყინული ანალოგი. მისი ქიმიური შემადგენლობა არის ეგრეთ წოდებული პრებიოტიკური წვნიანი, ანუ სიცოცხლის წინარე ბულიონი, რომელშიც იხარშება სხვადასხვა მოლეკულები, სხვადასხვა შენაერთები, რომლებმაც შესაძლოა შექმნან ცოცხალი ორგანიზმი. იქ სრულიად შესაძლებელია, რომ ალტერნატიული და ნახშირწყალბადებზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმები არსებობდეს. არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ იმ მაღალი წნევის ფარგლებში და იმ ტემპერატურების გარემოცვაში, რომელშიც ტიტანის ზედაპირი იმყოფება, შესაძლოა ექსტრემალურ პირობებთან შეგუებული სიცოცხლის ძალიან პრიმიტიული ფორმები უბრალოდ არსებობდეს. ენცელადუსი ძალიან საყვარელი პატარა კოკროჭინა თანამგზავრი, რომლის დიამეტრი სულ რაღაც 500 კილომეტრია, იგი მაგალითად მთლიანად ჩაეტეოდა შავი ზღვის აკვატორიაში, რომ ჩაგვედო, თუმცა ეს ყინულოვანი ბურთი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გავლენიანი წევრია. რატომ? იმიტომ რომ ენცელადუს აქვს მზის სისტემაში ყველაზე მაღალი ალბედო. ალბედო ეს არის დაცემული და არეკლილი სინათლის ინტენსივობა. აი მაგალითად რო იტყვიან ხოლმე აი გუდაურში ზამთარში როცა თოვლი არის მაღალი ალბედოა და ამიტომ თქვენ სახე უნდა დაიცვათ არა მხოლოდ მზიდან წამოსული გამოსხივებიდან, არამედ დაცემული, თოვლზე დაცემული და არეკლილი გამოსხივებისგანაც, ამიტომაც არის რომ საკმაოდ ეფექტური არის ნიღბების ტარება აქ. მზის შუქის 99% ფაქტიურად სარკეა რა, სარკე რო დაახვედროთ მზეს, ნუ მე მგონი 100% ირეკლება კარგი სარკის პირობებში, მაგრამ ცოტა ესეთი სარკე თუ არის ჩინური, შეიძლება აი ისეთივე ალბედო კონდეს, ისეთივე არეკულა კონდეს, როგორიც ენცელადუსს აქვს. როგორც აღმოჩნდა, ეს არის აბსოლუტურად სუფთა, იდეალურად სუფთა და ახალი წარმოქმნილი ყინული. საიდან ჩნდება ეს ყინული? არის ასეთი მისია იყო 2005 წელს კასინის ამერიკული მისია იყო, რომელიც ენცელადუსზე დაჯდა სამხრეთ პოლუსზე და მან აღმოაჩინა აქ ტექტონიკური ნაპრალები, რომლებსაც უწოდეს Tiger strips, ვეფხვის ზოლები და ამ ნაპრალებიდან
კოსმოსში ყოველ წამიერად იფრქვეოდა 100-ობით კილოგრამი წყლის ორთქლი. ის შემდეგ იყინებოდა და ძალიან წვრილი კრისტალების სახით კვლავ ეფინებოდა ენცელადუსს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყინულის აბჯარი აქვს მას, ისევე როგორც ევროპას და ამ აბჯრის ქვემოთ არის თბილი ოკეანე. თბილი ოკეანე, რომელიც იწვევს სწორედ აი ამ გეიზერების ამოფრქვევას პერიოდულად. და როგორც ვარაუდობენ კი არა და ასეც არის დამტკიცებულია, რომ ამ აბჯრის ქვემოთ მყოფ თბილ ოკეანეს ათბობს სატურნის მიქცევა-მოქცევები. ანუ დაახლოებით ისევე როგორც ევროპაზე, ანუ სატურნის ამ გიგანტური კოლოსალური პლანეტის, გაზობრივი პლანეტის გრავიტაცია იწვევს მასში აი ამ ინდუქციური დენების წარმოქმნას, ანუ მიკროტალღური ღუმელის ეფექტს. სხვათა შორის ასევე დადგენილია, რომ ამ კრიოვულკანების ამოფრქვევების სიმძლავრე იმდენად დიდია, რომ კოსმოსში გატყორცნილი ეს ყინული არ ბრუნდება გრავიტაციის ძალით კვლავ ენცელადუსზე, არამედ გადის მისი ორბიტიდან და უკვე ქმნის სატურნის ერთ-ერთ რგოლს, რომელსაც ერგოლი ეწოდება. მოგეხსენებათ, სატურნს რამდენიმე ათეული რგოლი აქვს, მათი სისქე სხვადასხვა არის და ერთიანობაში ქმნიან ისინი ერთ იმას, თორე იგი როგორც ფენოვანი ნამცხვარი შედგება სხვადასხვა ფენებისგან და აი სწორედ E ფენას ერთ-ერთ ABC-ზე ხვდებით ხო, ლათინური ასოებით არის დანომრილი, ერთ-ერთ ფენას ქმნის ენცელადიდან ამოფრქვეული ყინულები. რაც ყველაზე მთავარია, ამ გეიზერების ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ენცელადის ოკეანის ფსკერზე არის აქტიური ჰიდროთერმალური წყაროები, ანუ დაახლოებით ისეთი, როგორც მე უკვე გითხარით, აი შავი მბოლავების სახით. რადგან ამ წყალში ნაპოვნი არის ფოსფორი, მეთანი, რთული ორგანული ნივთიერებები, ეს ნიშნავს იმას, რომ ენცელადზე ყველანაირი პირობა არის, რომ პრიმიტიული სიცოცხლე არსებობდეს. ეს კიდევ მეორე კანდიდატი, უბრალოდ მესამე კანდიდატი სიცოცხლის არსებობის რიგში. იაპეტუსი წარმოადგენს ინ-იანგის ეფექტი აქვს მას, აი იცით ხო, შავი და თეთრი ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებების, მას აქვს ალბედოს შეიძლება ითქვას კატასტროფული დიქოტომია. იაპეტუსს ხშირად უწოდებენ ხოლმე ორსახოვან მთვარეს. რატომ? იმიტომ რომ მისი ერთი ნახევარი არის კასინი რეჯიო, ეგრეთ წოდებული, არის ასფალტივით შავი, ხოლო მეორე ნახევარი რონცევოტერა არის თოვლივით თეთრი. ანუ წარმოიდგინეთ, ერთი ნახევარი კუნაპეტია, მეორე თეთრია. ისევე როგორც ინი და იანი. რით არის ეს გამოწვეული ასეთი დიქოტომია? იაპეტუსის ახლოს მდებარე ბნელი მთვარეებიდან მოდის კოსმოსური მტვერი, რომელიც ედება იაპეტუსის ყინულს, ეს ყინულით არის დაფარული. ყინული, როდესაც ჩავდება, მოგეხსენებათ, იგი უფრო ალბედო კლებულობს და იგი დნება, ანუ მთლიანად ეს სითბური ენერგია ჩადის ყინულში და მას ადნობს, აორთქლებული ყინული გადადის თეთრ მხარეს და აი ასეთნაირად ხდება, აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, თქვენ რომ ბზეზე დადოთ ყინის საგანი იყოს ერთი შავი, მეორე იყოს თეთრი. და ცოტა ხანი აცალოთ, ნახავთ რომ შავი საგანი ძალიან გაცხელდება, თეთრმა კი შეიძლება ოდნავ სითბო აიკრას. ეს არის სწორედ ალბედოსთვის დამახასიათებელი და სწორედ ეს ხდება აქაც. ანუ შავი მტვრით დაფარული ნაწილი ცხელდება ზედმეტად მზისგან და მისგან ორთქლდება წყალი, გადადის მოპირდაპირე მხარეს, სადაც მსგავსი რამ არ არის, ანუ მზე არ უდგება და ამიტომ იქ არის თეთრი კატკატა ყინული, ხოლო აქ არის ესეთი შავი მასით დაფარული პლანეტის უბრალოდ თანამგზავრი ზედაპირი. და ასევე იაპეტუსს აქვს ძალიან საინტერესო გეოლოგიური წარმონაქმნი, ეს არის თითქოს აი რო აიღოთ თქვენ ბურთი და მასზე ესეთი ამოწეული ხერხემალივით ასეთი ის გაუკეთოთ. ეს არის 20 კილომეტრის სიმაღლისაა, წარმოიდგინეთ, აი ეს ხერხემალი და 20 კილომეტრის სიგანის და გაზდევს მთელს თანამგზავრს. ძალიან საინტერესო მომენტია, აი ხო, ესეთი თითქოს ორი ნაწილისგან ესე შეაერთესო, მე მიაჭირეს და ეს ორი ნაწილი ისე შევიდა ერთმანეთში, რომ ამოწია ეს
შიგნითა ქანები და გააჩინა ასეთი წრიული მთათა სისტემა. თითქოს ეს უნდა იყოს როგორც ვარაუდობენ სწრაფი ბრუნვისგან შექმნილი ამობურცულობა, ხოლო მეორე ვერსია არსებობს ის რომ შორეულ წარსულში იაპეტოს ჰქონდა თავისი რგოლი, წარმოიდგინეთ, სხვადასხვა ქანების ნაწილაკები ტრიალებდნენ მის ირგვლივ, შემდეგ ნელ-ნელა მიუახლოვდნენ და ნელ-ნელა გამოილექენ მასზე. მე ეს ვარიანტი უფრო მომწონს, თითქოს უფრო ლოგიკურია და დაიყარენ მასზე და დაიყარეს სწორედ იმ წრის პერპენდიკულარულად, რომელიც მას ერტყა გარს. საინტერესო რამ არის. და მიმასი, ვისაც მე ხა დიდი ფანატი არ გახლავართ ვარსკვლავური ომების, მაგრამ გემახსოვრებათ ეს არის Death Star, ანუ სიკვდილის ვარსკვლავი. ასეთი ხომალდი არსებობდა, მას ძალიან გავს მიმასი. ასტროგეოლოგიური თვალსაზრისით მიმასი გახლავთ გიგანტური მასა ყინულისა, რომელიც აქამდე აწლეულების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ ის იყო მკვდარი ყინული, მაგრამ აი ბოლო პერიოდში უკვე კასინის მისიამაც დაადგინა, რომ მიმასის შიგნით არის თბილი ოკეანე. ანუ გარედან ყინულით არის დაფარული, მაგრამ შიგნით არის თბილი ოკეანე, რომელიც არის სულ რაღაც 2-3 მილიონი წლის. თქვენ გაგიკვირდებათ, რომ ახლა 2-3 მილიონი წელი ახალგაზრდა როგორ არის, ახლა ვინც იცით გეოლოგიაში, ვინც ერკვევით, იცით რომ 2-3 მილიონი წელი წამებია. ძალიან ცოტა 2 მილიონი წლის წინ ჩნდება დედამიწაზე პირველი Homo erectus-ი, ხო? მათ შორის დმანიში. ასე რომ ეს არაფერს არ წარმოადგენს არც კოსმოსისთვის, არც გეოლოგიისთვის და ძალიან საინტერესოა თუ რამ შექმნა იგი. გარედან იგი ყინულით არის, როგორც გითხარით, დაფარული, მაგრამ შიგნით არის დუღარე წყალი. ძალიან საინტერესოა. ჰიპერიონი. ეს გახლავთ ჩვენი ბოლო წერტილი სატურნის თანამგზავრებს შორის. იგი არის მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფორმის მქონე მთვარე. ჰიპერიონი არ არის სფერო, იგი არის წაგრძელებული უფორმო სხეული, მისი მთავარი მახასიათებელი არის მისი ზედაპირის ტექსტურა. მასზე არის ღრმა ბასრკიდეებიანი კრატერები, რომელთა ფსკერი ამოფენილი არის მუქი ნივთიერებებით, ამის გამო ჰიპერიონი კოსმოსში მბრუნავ ზღვის ღრუბელს გავს, ასეთივე ფოროვანი აგებულება აქვს მას და იმდენად ფოროვანია, რომ ისევე როგორც ისევ მოვიშველიებ მე ჩემს ეტნასეულ აი პემზას წყალში არ იძირება. თქვენ რომ ჰიპერიონიდან ქანის ნატეხი აიღოთ და წყალში ჩააგდოთ, იგი არ ჩაიძირება ისევე როგორც პემზა, იმიტომ რომ მასში ძალიან დიდი რაოდენობით ჰაერია. ჰაერი, სიცარიელი უფრო სწორად. ეს ჰაერი შეიძლება არ იყოს ჟანგბადი, მით უმეტეს ჰიპერიონზე, არამედ რაღაც სხვა გაზები. პროსორად სიცარიელეები. ჰიპერიონი ძალიან საინტერესოდ მოძრაობს, ანუ ყველა სხვა ციური სხეულებისგან განსხვავებით, მას აქვს ასეთი მეხსეული მოძრაობები აქვს. აი პროალიკაციით, ხან ააჩქარებს ნაბიჯს, ხან შეჩერდება, ხან რაღაცას დააკვირდება, მერე გაიქცევა, მერე ნელი ნაბიჯით წავა და ეს გამოწვეული არის იმით, რომ მასზე მოქმედებს როგორც სატურნის გრავიტაცია, საკმაოდ ძლიერი, ასევე ტიტანის გრავიტაცია, რომელიც ასევე საკმაოდ ძლიერია და მასთან ახლოს არის და ეს ორი ციური სხეული ურევს ტვინს ჰიპერიონს და მეორე ეს გახლავთ ელექტროსტატიკური მუხტი. როდესაც კასინი მიუახლოვდა ჰიპერიონს, ინსტრუმენტებმა დააფიქსირეს, რომ კოსმოსში გამოიტყორცნა ძალიან მძლავრი 200 ვოლტიანი ელექტრონული ნაკადი, იგი წავიდა სატურნისკენ. ეს არის კოსმოსში აღმოჩენილი პირველი მყარი სხეული, რომელსაც ძალიან მაღალი ვოლტაჟის მქონე გიგანტური კონდენსატორის თითქოს ფუნქცია აკისრია. ასე რომ სატურნის თანამგზავრთა სისტემა ძალიან საინტერესოა, აქ ხდება როგორც გლობალური ოკეანეები, რომელშიც შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს, ასევე მეთანის მდინარეები და წვიმები და პარალელურად ელექტრიზირებული ესეთი კონდენსატორები. ჩვენ მივადექით მზის სისტემის ერთ-ერთ შორეულ პერიფერიაზე მდებარე პლანეტას ურანს. ურანი უნიკალური პლანეტაა. მე მის შესახებ ამ ვიდეოში გესაუბრეთ, მაგრამ მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, იმიტომ რომ თქვენ თანამგზავრებზე გვაქვს საუბარი და აქ ძალიან საინტერესო ფაქტია. მზის სისტემის ყველა პლანეტის ბრუნვის ღერძი, მეტნაკლებად აი ესეთნაირად თქვა, თუ ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ აქ არის მზე
და აი ეს ღერძი გადის აქ, დედამიწას ოდნავ დახრილი აქვს გახსოვთ და ესე ტრიალებს. სხვებს აქვს თქვა უფრო სწორად, აქეთ მიტრიალებული, იქეთ მიტრიალება, ოდნავ გადახრილი, ოდნავ გადმოხრილი არ აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ურანის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 98 გრადუსით დაწოლილი ღერძი. ანუ მზე არის აქ, ხოლო ურანი ტრიალებს აი ასე. აქედან გამომდინარე, აი ეს ამ ხაზს თუ დავაკვირდებით, აი ამ ხაზზე, ანუ როგორც ეშმაკის ბორბალი, თუ მზიდან შევხედავთ, აი ესეთი ეშმაკის ბორბალივით ტრიალებენ მისი თანამგზავრები. თუ სხვების თანამგზავრები ასე ტრიალებენ მზის მიმართ, ურანის აი ასე ტრიალებენ. ძალიან საინტერესოა. დღეისთვის ცნობილი არის ურანის 28 ოფიციალურად დადასტურებული თანამგზავრი. ამ შემთხვევაში ჩვენ მკაცრი სამეცნიერო სელექცია უნდა გამოვიყენოთ, 28-ს ვერ განვიხილავთ, მით უმეტეს რომ აქედან 13 არის ძალიან პატარა ზომის, მცირე ზომის, მუქი ყინულის ნატეხი შეიძლება ითქვას და აი ურანის რგოლებში არიან ისინი ჩაკარგულები. მაგრამ მის 5 თანამგზავრზე მაინც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ისინი ძალიან საინტერესოები არიან. ამიტომ თუ უკვე გადაიღალეთ, გადადეთ შემდეგისთვის და მეორე ნაწილად უყურეთ ურანის თანამგზავრებს. მისი ერთ-ერთი თანამგზავრის სახელი არის მირანდა. ძალიან ლამაზი სახელია, მაგრამ სინამდვილეში იგი წარმოადგენს კოსმოსურ ფრანკენშტეინს, როგორც მას უწოდებენ და სისტემის უდიდეს კლდეს. მირანდა გახლავთ ურანის 5 მთვარეს შორის ყველაზე პატარა და იგი ყველაზე ახლოს მოძრაობს ურანთან. მისი დიამეტრი არის 470 კილომეტრი, არც თუ ისეთ პატარა თანამგზავრია. იგი აღმოაჩინა 1986 წელს კოსმოსურმა ზონდმა Voyager 2-მა და გამოგზავნა მისი პირველი ფოტოები, რომელმაც NASA-ს მეცნიერები შოქში ჩააგდო, იმიტომ რომ მირანდა გამოიყურებოდა ისე, თითქოს ვიღაცა მიადგა კლდის ნატეხს და დაუწყო ჩეხვაო. და შემდეგ ეს ნატეხები შეაგროვა და თავიდან შეაწეპაო და თითქოს აი სხვადასხვა ნატეხებისგან შექმნილი ესეთი ფრანკენშტეინია. აგულიერისთავი ხო გავსოდა რა, რომ ქვათი ხარ არის ძმაო რომ მოიქნევ, უნდა სწორად მოიქნიო და ისე დაარტყაო. აი დაახლოებით ეს დაემართა მირანდას, ანუ იგი დაშალეს ხალებში რა თქმა უნდა, დაშალეს, შემდეგ თავიდან ააწყვეს და მირანდა არის ესეთი უცნაური ლამაზი სახელი კი ქვია, მაგრამ როგორც გითხარით, ფრანკენშტეინია, იმიტომ რომ მის ზედაპირზე არსებობს სრულიად შეუთავსებელი რელიეფები, უძველესი კრატერებით დაფარული დაბლობები, უცებ ისინი წყდება და გადადის გიგანტურ გეომეტრიულ იდეალურ სტრუქტურებში, რომლებსაც კორონები ეწოდება სხვადასხვა, არ შეგეშინდეთ ანტივაქსერებს და ვაქსერებს და ეს არის ასევე გიგანტური ტრაპეციული და რგოლოვანი ზოლები, რომლებიც დაღარული არის პერპენდიკულარული და პარალელური ქედებით და მათ შორის არის ცნობილი ინვერნესის კანიონი. ამ ქაოსის ასახსნელად ასტროფიზიკოსებს აქვთ ორი თეორია. ეს არის ის, რომ ადრეულ ეპოქაში მას შეეჯახა დიდი კოსმოსური სხეული, რომელსაც დაშალა მირანდა და შემდეგ აკრეციამ თავიდან შეკრა იგი. და მეორე ეს არის ექსტრემალური კრიოვულკანიზმი, ანუ მირანდას შიგნით არის ოკეანე, რომელიც გრავიტაციის ზეგავლენით, რომელიც მოდის ურანიდან, ცხელდება ხოლმე, ამოიფრქვევა, ამტრევს აი ამ ქერქს და შემდეგ თავიდან აწეპებს. მოკლედ, აი ეს ორი თეორია, ორივე მეტნაკლებად კატასტროფული, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის ცნობილი თუ რა მოხდა ბოლოს და ბოლოს მირანდაზე, რატო არის ასეთი მახინჯი. კიდევ ერთი სენსაციური ცნობა მირანდას შესახებ, რომელიც Voyager-მა გადმოსცა, ეს არის ეგრეთ წოდებული ვერონას კლდე. ყველაზე მაღალი ვერტიკალური კლდე მზის სისტემაში. ჯერჯერობით რაც არის გამოკვლეული მზის სისტემა. მისი სიმაღლე არის 20 კილომეტრი. წარმოიდგინეთ, კლდე ვერტიკალური 20 კილომეტრის სიმაღლის. წარმოუდგენელია. ანუ გამოთვლილია, რომ ამ კლდის ქიმიდან რო გადმოხდეს ადამიანი დედამიწის მიზიდულობის პირობებში, დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში იფრენს. აი, Red Bull-ის ექსტრემალებისთვის არის მისწრება ასეთი კლდე, მაგრამ მირანდაზე თუ გააკეთებენ მსგავს. ტიტანია. იქ ტიტანი გქონდა, ხო? ეს ტიტანია უკვე ქალი ყავს. ანუ ყინულოვანი დედოფალია ესეც და ურანის სისტემის სიღრმეში არსებობს
მისი ყველაზე დიდი თანამგზავრია და მისი დიამეტრი არის 1578 კილომეტრი. კოლოსალური ზომის ყინულის ნაგლეჯია, ასე ვთქვათ, იგი მზის სისტემის სიდიდით მერვე თანამგზავრია და მიუხედავად იმისა, რომ ტიტანია მერკურიზე ორჯერ უფრო პატარაა, იგი ფლობს საკმარის მასას, რომ შეინარჩუნოს სრულყოფილი სფეროს ფორმა, ანუ მიიღოს სფეროს ფორმა და სტაბილური გეოლოგიური ისტორიაც ჰქონდეს. ტიტანიას ზედაპირი დაფარული არის წყლის ყინულით და კლდოვანი ქანებით, ასეთი ნარევია თითქოს, თუმცა მას არ აქვს ისეთი ქაოტური წარმოშობა, როგორიც მირანდას ჰქონდა. მისი მთავარი ანატომიური თავისებურება შეიძლება ითქვას არის უზარმაზარი ზომის ნაპრალები და ტექტონიკური ხეობები. ეს ხეობები სერავს ფაქტიურად მთელს აი ამ ტიტანიას ზედაპირს და როგორც ვარაუდობენ, აი ეს მესინას კანიონია სხვათა შორის აქ ყველაზე მონუმენტური, რომლის სიგრძე არის 1500 კილომეტრი, სიღრმე არის 12 კილომეტრი და გრძელდება ჩრდილოეთის პოლუსიდან ეკვატორამდე. აი წარმოიდგინეთ გიგანტური ტექტონიკური რღვევაა, წარმოუდგენელი ზომის. ეს ნაპრალები უტყუარი მტკიცებულებაა მეცნიერებისათვის იმისა, რომ ძალიან დრამატული ევოლუცია განვლო ტიტანიამ თავისი განვითარების გზაზე. როგორც ვარაუდობენ, იგი საკმაოდ თბილი იყო თავიდან, რომელიც რაც განპირობებული იყო მასში არსებული რადიოაქტიული ნივთიერებების დაშლით და მის სიღრმეში არსებობდა წყლისა და ამიაკის ნარევი, რომელიც თბილი იყო, დროთა განმავლობაში ეს რადიაციული საწვავი ამოიწურა და ტიტანიამ დაიწყო გაცივება. და აქ იმუშავა მარტივმა ფიზიკის კანონმა, ხო? წყალი, რომელიც თხევად მდგომარეობაში იყო, დაიწყო გაყინვა და როდესაც წყალი იყინება, იგი ფართოვდება, ამიტომ არ შედოთ ხოლმე მინის ბოთლით წყალი მაცივარში, საყინულეში. აუცილებლად დილით დაგვხვდებათ შუშის დამტვრევები. წყალმა, რომელმაც ჩააღწია ნაპრალებში, გაიყინა, დალეწა ის კლდოვანი ქანები, რომლისგანაც ტიტანია იყო აგებული, ნაიარევები დატოვა მის სხეულზე. ანუ ეს ნაპრალები არის ფაქტიურად ტიტანიაზე არსებული წყლის გაყინვის და ამ გაყინვის შედეგად ქანების დაგლეჯვის შედეგი. ურანის ეს ორი მთვარე და მათი აგებულება და მათი ისტორია გვაჩვენებს, რომ მზის სისტემის ყველაზე ცივ და მიუდგომელ ადგილებშიც კი, სადაც მზის სითბო პრაქტიკულად ვერ აღწევს შიდა ფიზიკურ პროცესებს, იქნება ეს გრავიტაციული აფეთქებები თუ ყინულის გლობალური ფაზების ტრანსფორმაციები, შეუძლიათ შექმნან მონუმენტური ტექტონიკური რელიეფები. და წავედით ზღვების და ოკეანეების ღმერთთან, ნეპტუნთან. ჩვენ კოსმოსური მოგზაურობის ფინალში გავდივართ უკვე და მზის სისტემის ყველაზე შორეულ ოფიციალურ პლანეტებს შორის ყველაზე შორეულ პლანეტას ყინულის გიგანტს ნეპტუნს მივადექით. აქ მზისგან თითქმის 4,5 მილიარდი კილომეტრის მოშორებით ორბიტალური კანონები სრულიად უცნაურ და დრამატულ ხასიათს იღებს. დღეისთვის ნეპტუნის ორბიტაზე ცნობილი არის 16 ოფიციალურად დადასტურებული თანამგზავრი. თუმცა ნეპტუნის სისტემა ფუნდამენტურად განსხვავდება იუპიტერისა და სატურნისგან და თუ იქ მთვარეების მასა მეტნაკლებად გადანაწილებული არის რამდენიმე გიგანტს შორის, ნეპტუნთან სრული მონარქია. ანუ 16 თანამგზავრიდან 15 არის უფორმო მცირე ზომის კლდოვანი ნატეხი და მხოლოდ ერთი გახლავთ კლასიკური თანამგზავრი, მას სახელად ქვია ტრიტონი და იგი წარმოადგენს ის რაც ტრიალებს ნეპტუნის ირგვლივ იმათი მასის 99%-ს, ანუ ფაქტიურად ისინი არაფერს არ წარმოადგენენ. ამიტომ ჩვენ იმ 15 თანამგზავრს გვერდით გადავდებთ და ვისაუბრებთ ტრიტონზე. ტრიტონი გახლავთ ზომით მე-7 თანამგზავრი მზის სისტემაში და მისი დიამეტრი არის საკმაოდ დიდი, 2706 კილომეტრი. და ის ზომით სხვადასხვა პლუტონზე დიდია. გახსოვთ თქვენ ჩვენ ყავდა კიდევ ერთი პლანეტა, რომელიც ჩამოვალა ბორანტეზე. ეს გახლავთ პლუტონი. პლუტო, რომელიც დარჩა როგორც ასტეროიდი აი ამ სახით და პლუტოზე დიდია, წარმოიდგინეთ ტრიტონი, ანუ მას ნამდვილად ეკუთვნოდა მაშინ თუ პლუტონი არის
პლანეტა მაშინ ტრიტონიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ პლანეტად ვერ ჩაითვლება, იმიტომ რომ იგი მას თავისი ორბიტა არ გააჩნია დამოუკიდებელი და ტრიალებს ნეპტუნის ორბიტაზე. ტრიტონის მთავარი ფიზიკური ანომალია გახლავთ მისი ორბიტა. ორბიტა, რომელიც არის რეტროგრადული, ანუ იგი ტრიალებს არა პლანეტის მოძრაობის მიმართულებით, არამედ უკან. აი წარმოიდგინეთ პლანეტა ტრიალებს ასე, მისი თანამგზავრი ტრიალებს ეს. ანუ ფაქტურად ოპორტუნისტია, ანუ ოპოზიციონერი უბრალოდ. და როგორც ვარაუდობენ, ტრიტონი არ ჩამოყალიბებულა ნეპტუნის ირგვლივ მბრუნავი ნაწილაკების აკრეციის შედეგად. და ერთადერთი ახსნა ამისი გახლავთ ის, რომ იგი არ არის ჩამოყალიბებული ისე როგორც თქვა სხვა თანამგზავრები პლანეტის ირგვლივ მბრუნავი ნატეხების აკრეციისგან, არამედ იგი არის მოტაცებული სადღაციდან. სადღაც პლუტოს მიდამოებიდან არის წამოსული, უფრო კოიპერის სარტყელიდან, რომელზეც ჩვენ ცოტა ხანში ვისაუბრებთ. იგი ნამდვილი ბიძაშვილია პლუტონის, იმიტომ რომ აგებულებით ძალიან გავს მას. როგორც ჩანს, ნეპტუნმა, ამ გიგანტურმა პლანეტამ მახეში გააბა, დაიჭირა ანკესით მოიზიდა თავისკენ ზღვების ღმერთმა ეს უზარმაზარი კლდის ნატეხი და ამ გრავიტაციულ გატაცებას მოყვა საკმაოდ სავალალო შედეგები, როდესაც ტრიტონი ნეპტუნის სისტემაში აი ესე უკუღმა შეიჭრა, მან თავისი კოლოსალური მასით სრული ქაოსი გამოიწვია. მან გრავიტაციულად შეაშფოთა, ასე ქვია ამას და ფაქტობრივად გაანადგურა ნეპტუნის მანამდე არსებული ორიგინალური და უკვე ჩამოყალიბებული მთვარეების სისტემა. რო წარმოვიდგინოთ ახლა რაღაცა თქვა და უკვე დაალაგებული ვიღა ტიპები დაადიან ერთ წრეზე და უცებ შემოდის რაღაცა გიგანტური მასა, რომელიც მოძრაობს ამათ საპირისპირო პროცივზე და ყველაფერს ანადგურებს თავის ირგვლივ, ვიღაცებს გაისვრის ორბიტიდან, ვიღაცებს შეითვისებს, ვიღაცებს გადაიყვანს სხვა ორბიტაზე. ყოველ შემთხვევაში აი ამ ქაოსმა, რომელიც ტრიტონმა მოაწყო და ამ ომმა გამოიწვია ის, რომ ნაწილი ამ მთვარეებისა დაიშალა და შემდეგ მათი ნამსხვრევებისგან შეკოწიწდა ახალი პატარ-პატარა თანამგზავრები. ტრიტონი გახლავთ მზის სისტემის ყველაზე ცივი ობიექტი, მის ზედაპირზე ტემპერატურა არის -235 გრადუსი, ეს არის აბსოლუტური ნული ფაქტიურად და ძალიან საინტერესო ზედაპირი აქვს მას, აი ნესვი რო, აი ჩვეულებრივი პატარა ყვითელი ნესვები რო არის, ძალიან არომატული სუნი რო აქვს და კი სადაც გემრიელი რო არის, აი ასე არის დაღარული მთლიანად მისი ზედაპირი და მას ასეც ეწოდება ნესვის ქერქისებრი რელიეფი. და იგი შედგება არც ისე მაღალი ქედებისგან, ღრმულებისგან, კანიონებისგან და ასე შემდეგ. ეს რელიეფი წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული დიაპირიზმის შედეგად. რას ნიშნავს ეს? ადრეულ ეტაპზე, როდესაც ტრიტონი ახლად დაჭერილი იყო ნეპტუნის მიერ, მისი ორბიტა იყო ელიფსური. ანუ რომ ავიღოთ ნეპტუნი, ტრიტონი მოძრაობდა აი ასე. ანუ ელიფსის ფორმა ჰქონდა მის ორბიტას. ისევე როგორც თქვი, თქვათ, სატურნის და იუპიტერის შემთხვევაში, როდესაც უახლოვდებოდა იგი ამ გიგანტის გრავიტაციულ ველს ყველაზე მეტად, ამ დროს ხდებოდა მისი გაფართოება, შემდეგ როცა დაცილდებოდა, ისევ იკუმშებოდა და იგივე პროცესები მიმდინარეობდა მასზე, რაც სხვა ასეთი გიგანტების თანამგზავრებზე, ანუ შეკუმშვა გაფართოებების და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მისი ზედაპირი აი ამ შეკუმშვა გაფართოებების დროს დაიღარა და დარჩა აი ესეთი ძალიან საინტერესო ფორმის. იგი დაფარული არის აზოტის თოვლით, ამ გამჭვირვალე აზოტის ფენის ქვეშ იმალება მუქი ნახშირბადოვანი კლდეები, რომლებშიც მეთანის ფენები არის ჩაფენილი, ესე ძალიან უცნაური, ჯოჯოხეთური ნაზავი არის სხვადასხვა გაზების, რომლებიც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არიან გაყინული. შიგადაშიგ როგორც ჩანს, ტრიტონზე მაინც შენარჩუნებული არის შინაგანი სითბო, რომელსაც იწვევს ნეპტუნი და ამიტომ კოსმოსში იგი ზოგჯერ გამოისვლის ხოლმე 8 კილომეტრის, 10 კილომეტრის სიმაღლის გეიზერებს, ანუ ორთქლის სვეტებს, მაგრამ ეს ორთქლი არ არის წყლის, ეს არის გეიზერები, რომლებიც შექმნილი არის მეთანისგან. ტრიტონს ძალიან ცუდი მომავალი აქვს, სხვა შორის თავისი ასეთი ოპოზიციონერობის გამო. ანუ, რადგან იგი
რეტროგრადულად ტრიალებს, არ მიყვება იმ ხაზს, რომელსაც აწვება მისი დედა პლანეტა, არამედ მოძრაობს მის საპირისპიროდ, ეს იწვევს ეგრეთ წოდებულ მოქცევით დამუხრუჭებას. ანუ იგი მუხრუჭდება იმ გრავიტაციის ძალით, რომელსაც გამოასხივებს ნეპტუნი. როგორც ასტროფიზიკოსები ვარაუდობენ, სწორედ ამ დამუხრუჭების გამო 1,5 მილიარდი წლის შემდეგ ტრიტონი თანდათან მიუახლოვდება ნეპტუნს და აქ უკვე იგი შევა ეგრეთ წოდებული როშის ზღვარზე. ჩვენ როშის ზღვარი ვახსენეთ, როდესაც ფობოსზე და დეიმოსზე ჰქონდა საუბარი მარსთან დაკავშირებით და ეს გამოიწვევს რას, რომ ნეპტუნის გრავიტაცია იმდენად გაიზრდება, რომ მისკენ მიქცეული ტრიტონის ზედაპირი, აი მთვარის ზედაპირი გამოიბურცება მაქსიმალურად და დაიშლება. გასკდება. ფაქტიურად აი წარმოიდგინეთ, აი ეს თქვათ რომ იყოს ტრიტონი, მისი ეს ნაწილი გამოიწევა გრავიტაციით და გამოიგლიჯება. გამოიგლიჯება, დაიშლება ტრიტონი და იგი გადაიქცევა რეტროგრადულად, ანუ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ რგოლად. მაგრამ ამას ჩვენ ყველაფერს ვნახავთ 1,5 მილიარდი წლის შემდეგ მოგვიწევს დაცდა. ახლა ჩვენ გადავდივართ კოსმოსის ერთ ძალიან უცნაურ ადგილას, რომელსაც არ ახსენებენ ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც ის სისტემაზე საუბრობენ, იმიტომ ძალიან შორს არის იგი. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული კოიპერის სარტყელი. კოიპერის სარტყელი, სადაც ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება. ეს ფაქტიურად ჩვენი უკანა ეზოა მზის სისტემის. აქ არის მზის სისტემიდან მორჩენილი სამშენებლო ნაგავი. ანუ წარმოიდგინეთ რა ხდება, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ მზის სისტემა, შევქმენით და რაღაცა ნაწილები დაგვჭირდა, რომელიც აღარ დაგვჭირდა და აი უკანა ეზოში გადავყარეთ და იქ ტრიალებენ. ეს რეგიონი თავისი აგებულებით ძალიან გავს მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდთა სარტყელს. ძირითადი ბინადრები ამ სარტყლის არიან გაყინული წყლის, ამიაკის და მეთანისგან შემდგარი ყინულის ლოდები. სწორედ აქედან შემოდიან მზის სისტემაში მოკლე პერიოდიანი კომეტები. აქ ცხოვრობს სხვათა შორის პლუტონიც, რომელსაც როგორც გითხარით ჩამოართვეს პლანეტის სახელი. და კიდევ ათასობით ჯუჯა პლანეტა, რომელთა უმეტესი ნაწილი ჯერ ასტრონომებს არ აღმოუჩენიათ. რა გველოდება კოიპერის სარტყელში არავინ იცის. საინტერესო ის კი ვიცით, რომ აქედან ისე ვიმეორებ ჩვენთან მოდიან კომეტები, რომლებიც შეადაში ტოვებენ ძალიან ლამაზ კვალს ღამის ცაზე, ზოგჯერ დღისითაც კი ჩანან და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კოიპერის სარტყელი არის კი საზღვარი მზის სისტემისა. აი აქ ჩნდება კითხვა, ნამდვილად აქ არის გადის თუ არა საზღვარი, იმიტომ რომ ჰელიოპაუზა, ანუ მზის გრავიტაციის და გამოსხივების ზეგავლენა მთავრდება სადღაც 120 ასტრონომიული ერთეულის იქეთ. მზე არ გახლავთ უბრალოდ რაღაც მანათობელი ბურთი, ეს გახლავთ გიგანტური, კოლოსალური ზომის ბირთვული ძრავი, რომელიც ყველა მიმართულებით ისვრის კოსმოსურ, ეგრეთ წოდებულ კოსმოსურ ქარს, ანუ დამუხტული ნაწილაკების მძლავრ ნაკადს, რომელიც შიგადაშიგ ჩვენს გვეჯახება ხოლმე და რომ არა ჩვენი აი ეს დაცვა მაგნიტური, ელექტრომაგნიტური გაგვანადგურებდა წამში და ეს ქარი ქმნის კოსმოსში ერთგვარ მაგნიტურ ბუშტს, რომელსაც ჰელიოსფერო ეწოდება. და აი უკვე მზისგან 18 მილიარდი კილომეტრის მოშორებით ეს ქარი საბოლოოდ კარგავს ძალას. წარმოიდგინეთ რა სიმძლავრის არის. არადა ჯუჯა ვარსკვლავად ითვლება მზე. 18 მილიარდი კილომეტრის რადიუსში ვრცელდება მისი ზემოქმედება. მიუხედავად მისი პატარა ზომისა. ჰელიოპაუზა გადაკვეთეს Voyager 1-მა და Voyager 2-მა, ის რომელზეც ჩვენი ჩაკრულოც არის გავიდა მზის სისტემიდან, მათ დაადასტურეს, რომ დაახლოებით 100,000 ასტრონომიული ერთეული გვაშორებს ჩვენ ოორტის ღრუბლამდე, სადაც გადის გრავიტაციული ზღვარი. ანუ მზის მიზიდულობის საზღვარი. თუ ჩვენ მზის სისტემის საზღვრად ავირჩევთ წერტილს, სადაც მზის გრავიტაცია უკვე წყვეტს მოქმედებას, ანუ მას უკვე აღარ შეუძლია რაღაცა ნაწილაკები დააკავოს კოსმოსში თავის ორბიტაზე, მაშინ ნამდვილი საზღვარი სცილდება მას და წარმოუდგენლად შორსაა იგი და ჰელიოპაუზის მიღმა იწყება ეგრეთ წოდებული ოორტის ღრუბელი.
ორტის ღრუბელი ეს გახლავთ კომეტებისა და კოსმოსური ნამსხვრევების გიგანტური სფერული ღრუბელი, რომელიც გარს აკრავს მზის სისტემას, ყველა მხრიდან ეს წარმოიდგინეთ, ეს ბურთია, რომელშიც არის მოთავსებული მზის სისტემა. და მისი უკიდურესი წერტილი მზიდან დაშორებული არის 1.5 სინათლის წლით. ანუ ეს რაც ნიშნავს, რომ მზიდან ორტის ღრუბლის ბოლო წერტილამდე მზის სხივმა უნდა იმოძრაოს 1.5 წლის განმავლობაში, ანუ თუ ჩავთვლით, რომ წამში 300,000 კილომეტრს გადის სინათლის სხივი, ახლა წარმოიდგენიათ რა მანძილებზე არის საუბარი. ასე რომ ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ ტრიტონი მოვიდა კოიპერის სარტყლიდან, გულისხმობთ, რომ იგი არის სწორედ ის პირველქმნილი, ანუ სამშენებლო ნაგვისგან წარმოქმნილი ობიექტი, ანუ უბრალოდ იმ სამშენებლო ნაგვის ნაწილი, ამიტომ ტრიტონის შესწავლა ჩვენ ძალიან ბევრს მოგცემს. ჩვენ გავერკვევით თუ როგორ წარმოიქმნა მზის სისტემა, თუ რა ხდებოდა მისი ფორმირების დროს, რატომ დარჩა რაღაცა ნაწილი გარეთ, რა ხდება ამ გარეთის გარეთ, ანუ გარე ეზოს კიდე გარეთ და აქედან გამომდინარე ჩვენ გვეცოდინება თუ რა ელოდება მზის სისტემას მომავალში. ან დღეს, იმიტომ რომ სწორედ აქედან ორტის ღრუბლიდან, კოიპერის სარტყლიდან არ არის გამორიცხული რაღაც გარკვეული ციური სხეულები, წამოვიდეს მზის სისტემის შიგნით და მათ შორის დედამიწისკენაც. ჩვენი მოგზაურობა მზის სისტემაში ამით დასრულდა. ჩვენ გამოვიარეთ გზა ჩვენი საყვარელი მთვარიდან ნეპტუნის ყინულოვან პერიფერიებამდე და ტრიტონის ტრაგიკულ ფინალამდე. კაცობრიობის კოსმოსური ეპოპეის დასაწყისში ჩვენ გვეგონა, რომ სამყაროს მთავარი არქიტექტორები მხოლოდ პლანეტები და ვარსკვლავები იყვნენ, თანამგზავრები კი მიჩნეული იყვნენ უსიცოცხლო ცივ აკომპანიმენტად, რომელიც გიგანტების გრავიტაციულ ორკესტრში მეორეხარისხოვან პარტიას ასრულებდნენ. თუმცა მეცნიერებამ და კოსმოსურმა აღმოჩენებმა ეს იერარქია ფუნდამენტურად დაანგრიეს. ჩვენი ვიდეოს დასკვნა შეიძლება იყოს ასეთი, რომ კოსმოსი არ არის ცივი, მკვდარი რაღაც გარემო, სივრცე, არამედ ეს არის ცოცხალი, მუდმივად ევოლუციის პირობებში მყოფი სტრუქტურა, სადაც ყველაზე ექსტრემალურ ცივ და მიუწვდომელ წერტილებშიც კი არის გეოლოგიური აქტივობა, რომელმაც შესაძლოა სიცოცხლე ჩაუყაროს, ან უკვე შეიძლება ჩაუყარა საფუძველი. როდესაც შემდეგ ჯერზე ღამისსაც შეხედავთ და ტელესკოპში ამ ფოტოებზე პლანეტების კაშკაშა დისკოებს დაინახავთ, გააჩერეთ მზერა მათ გვერდით მოციმციმე ძლივს შესამჩნევ წერტილებზეც. გახსოვდეთ, რომ სწორედ იქ დიდებული გიგანტების ჩრდილში, მზის სისტემის საიდუმლო არქიპელაგზე იმალება პასუხი ჩვენს წარმომავლობაზე, ჩვენს მარტოობაზე სამყაროში და ჩვენს გარდაუვალ ვარსკვლავურ მომავალზე. დღეს ამით ვამთავრებთ ჩვენს საუბარს, საკმაოდ გრძელი გამოგვივიდა, მაგრამ იმედია საინტერესო, ალბათ ბევრი რამ გაიგეთ, ან გაიხსენეთ ჩვენი მიმდებარე კოსმოსის, მზის სისტემის შესახებ და მე მინდა დღეს ამით დაგემშვიდობოთ, თუმცა მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით. მე გადავწყვიტე ერთი გადაცემა მთლიანად მიულძღვნა თქვენს მიერ დასმულ კითხვებს, რომელსაც თქვენ სვამთ კომენტარებში. ძალიან საინტერესო კითხვებია, ძირითადი მასა, სულელურებიც არის, მაგრამ ისიც ახლა კითხვაა. იაქტიურეთ, დასვით კითხვები, მე შიგადაშიგ ასეთ ვიდეოებს ჩავწერ და ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ეს კითხვები სხვადასხვა თემაზეა და ფაქტიურად გადაცემა გამოვა სხვადასხვა ბევრი თემების შეკოწიწებად. მე კი ამით დღეს გემშვიდობებით, გისურვებთ თვილ, ლამაზ და კარგ ადამიანებთან ურთიერთობის კვირას. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო ახალი თემებით. ნახვამდის.